თემაც მქონია, თორე პირდაპირ ამინდით რომ დავიწყე, ხო იცით, ამინზე მაშინ საუბრობენ, როცა სალაპარაკო არაფერი არ გქონდა. ხო და ვიღაცას რო არ გონებოდა, რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ოთა დროზე წამოგვეშველა. გვაქვს სალაპარაკო. და იცით რაზე უნდა ვილაპარაკოთ? არ იცით? სულ ახსენდება ეს მოლა ნასრედინის ისტორიებში როა გამოდის საქადაგებლად მოლა ნასრედინი და იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ? არ ვიცით, თუ არ იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ, წავიდა. მეორედ რო გამოვიდა, იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ? ვიცით. თუ იცით რაღაცზე უნდა გელაპარაკოთ, წავიდა. ხო და მე მესამე შეხვედრაზე იცით რაზე უნდა გელაპარაკოთ? და ხალხი მიხვდა უკვე რომ აქ როგორ უნდა მოექცენამ უცნაურ ახირებულ მოლას და ზოგმა ვიცით, ზოგმა არ ვიცით. ხო და ვინც იცით, ელაპარაკეთ იმას, ვინც არ იცის და წავიდა. ასე ჩაატარა სამი ლექცია მოლა. ხო და რადგან ესე იგი მოლასავით გონება მახვილი არა ვარ, ამიტომ ჩვენ რაღაცა უნდა მოვახერხოთ. აი ესეა. თემა ცოტა ისეთია, საჭიროებოთაც და აქედან გამომდინარეც საკმაოდ რთული. თემა არის გახსოვთ ხო? თუ არა? იცით რა თემაა? რისთვისაა საჭირო ეკლესია? მე ვეცადე რომ დღეს ნაკლებად დამეტვირთა დღევანდელი საუბარი ამონარიდებით ნაკლებად დამეტვირთა, იმიტომ რომ უფრო ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ჩვენი საუბარი დღეს. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ პარალელურად ალბათ როგორც მოგვეცემა საშუალება მივმართავთ ხოლმე წმინდა წერილში და დავამოწმებთ რომ წმინდა წერილში 100-ია და 100-ია. მაგრამ მე მაინც ვეცადე რომ ეს ამონარიდები, ამიტომ არის ძალიან თეზისებია, სადაც ამონარიდები პრაქტიკულად არ არის. თეზისებიც იმიტომ რომ თანმიმდევრობა მეტაკლებად დაცული იქნას. ეს ერთი მიზეზია რო არ დამეტვირთა. დღევანდელი საუბარი ამონარიდები ტვირთავს ხო საერთოდ, თუმცა საინტერესოს ხდის და უფრო მეცნიერულად გამართულს. მეორე მიზეზი ის რომ მოდი ასე ვთქვათ, მე არ ვიცი ახლა თქვენ აქაური კონტინგენტი როგორია, მაგრამ რომ ყველა მორწმუნე იყოს აქ, ყველა მორწმუნე რომც იყოს, რადგან თქვათ ჩვენი ეს შეხვედრები სოციალურ ქსელებში გადის და დაიდება და ვარაუდობთ რომ შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს, რომელიც არ არის თქვათ სარწმუნოებრივი ცხოვრებით, რელიგიური ცხოვრებით არ ცხოვრობს, არ არის ეკლესიის წევრი, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ და საერთოდ არ არის ქრისტიანი, მოდი ესეც ვთქვათ. ხო, არც ოხდელობრივ ართა, არც თუნდაც ტრადიციულად. ამიტომ თქვათ, როცა ადამიანი არ არის ტრადიციულად ქრისტიანი, მაშინ მისთვის ნაკლები ავტორიტეტია, როგორც წესი წმინდა წერილი. ადამიანი შეიძლება წაკითხulis არ ქონდეს ადამიანს წმინდა წერილი, მაგრამ კონდეს ინტერესი რელიგიური თემებისადმი და პრინციპში მაძიებელი იყოს. ეს ძალიან კარგია, საერთოდ არაქრისტიანი მაძიებელი ჯობია ნომინალურ ქრისტიანს, რომელიც აღარაფერს ეძებს და გონია უკვე რომ ღმერთი გულის ჯიბეში ყავს. კარგად აქ. მაგრამ ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მინდა წინასწარ გითხრათ. ადამიანი, რომელიც აღარაფერს ეძებს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ანუ რას ნიშნავს? ადამიანი აღარ ვითარდება. ქრისტიანია და ამაყობს თავის მდგომარეობით, მაგრამ არ ვითარდება. და ადამიანი, რომელიც არ ვითარდება, ადამიანი ამ სიტყვის დიდი გაგებით ვეღარ არის. იმიტომ რომ ადამიანი სწორედ იმით განსხვავდება სხვა ბიოლოგიური არსებებისაგან, რომ ის აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს. აუცილებლად. გამონაკლისები არ არის? არ არის. სულ არ არის? სულ არ არის. აი მე რა ცოტათი შევაჩერო, არ შეიძლება განვითარება დავისვენო. მაშინ ადამიანობაზე უარს ვამბობ. ეს არის. ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ამას ახლა ამ თემას აღარ ჩავღმავდეთ. ახლა რა ეს კითხვა, რისთვის არის საჭირო ეკლესია? მე არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად შეხვედრი ხართ აი ამ კითხვას ცხოვრებაში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმევა.
საზოგადოებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება დეფინიცია ამ კითხვისა ზუსტად ესე არ იყოს, რა საჭიროა ეკლესია, მაგრამ ეს კითხვა სხვადასხვა ფორმულირებით არსებობს და არსებობს ძალიან ხშირად ჩვენს გულშიც. განსაკუთრებულად იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ რაღაცა რწმენა აქვთ. დაგიგიათ ალბათ, კაცო, თავარი გულში გწამდეს. ახლა ადამიანმა რო იცოდეს ეს გულში გწამდეს, ამას რამდენი წვალება უნდა? ეს უაპელაციო და თავარი გულში გწამდეს და ანუ რა პოზიციიდან ამბობს ამას ადამიანი, მას წამს გულში. ხო და შენ რო არ აგწამს იწვალე ეკლესიაში. ხო, მაგრამ მეორე მხრივ ეს კითხვა არსებობს. ძალიან ხშირად ეს კითხვა არსებობს თვით ეკლესიურ ადამიანებშიც, როდესაც ამ ადამიანების სულიერი სტაგნაცია იწყება. ანუ გამყინვარება. ანუ აღარ ვითარდება. და ეს აწუხებს, ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისთვის ეკლესიური ცხოვრება ჩვეულებრივ რუტინად იქცა. ემსგავსება ადამიანს, რომელსაც ოჯახში მეუღლე აღარ უყვარს და აღარ იცის რა ქნას, როგორ დააღწიოს თავი ამ უბედურებას ბჭყალებში, რასაც ოჯახი ქვია. ეს ხდება ხოლმე სამწუხაროდ. და ადამიანები ამ დროს გარბიან ოჯახიდან. სხვა ოჯახებს ქმნიან. ამას უდი სახელი ქვია ღალატი, მაგრამ ეს ხდება. ამართლებენ, მაგრამ ეკლესიიდან გაქცევა ესე იოლი არ არის. იმიტომ რომ ვისაც პატარა გამოცდილება ქონია სულიერი ცხოვრებისა, მერე მის სულში სიცარიელი ისადგურებს. მაგრამ ეს კითხვა არსებობს, რა საჭიროა და რისთვის არის საჭირო ეკლესია. ჩვენ ვეცადოთ, რომ ამ კითხვაზე რაღაცნაირად პასუხი გავცეთ. მე წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აქედან რომ გავალთ, რომ დავიშლებით 100%-იანი პასუხი გაცემული ამ კითხვაზე ჩვენ არ გვექნება. აი მაგალითად, რომ გამოვაცხადოთ ლექცია ასეთ სახელწოდებით. არსებობს თუ არა ღმერთი? ხო საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. პრინციპში ყველაზე მთავარი საკითხი ეს არის სამყაროში. იმიტომ რომ ღმერთი თუ არის, მე უნდა ვიცხოვრო სხვანაირად, თუ ღმერთი არ არის, აშკარად სხვანაირად უნდა ვიცხოვრო. ხო სწორია. თუ ცხოველი ვარ, სხვანაირად უნდა ვიცხოვრო, თუ უკვდავი არსება ვარ, მაშინ სხვანაირად უნდა ვიცხოვრო. ხო არ შეიძლება ეხლა მაიმუნმა იცხოვროს ადამიანივით, მაგრამ არც ადამიანმა არ უნდა იცხოვროს მაიმუნივით. ხო და ხონა გაარკვიო რომელი ხარ? ერთი ხარ თუ მეორე? სპასაკითხია თუ ადამიანები ისე ცხოვრობენ, რომ ამ საკითხს ბოლომდე არ არკვევენ, ადამიანია თუ მაიმუნი. რა თქმა უნდა დღეს ადამიანი ყველა ადამიანია, მაგრამ პერსპექტივაში გულისხმობ, რა არის პერსპექტივაში მაიმუნი? მაიმუნი პერსპექტივაში არის მიწაში შეზელილი ბიოლოგიური მასა, რომელიც ქრება. მეტი არაფერი, ხო? მეტი არაფერი არ არის. თუ ადამიანის პერსპექტივაში მიწაში შეზელილი ბიოლოგიური მასაა და მეტი არაფერი, პერსპექტივაში ადამიანი მაიმუნისგან არ გასხვავდება. ევოლუციის თეორია, მატერიალიზმი, ევოლუციის თეორია ცოტა ესე თქმა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს ევოლუციის თეორიის მიმდევარი, მაგრამ იყოს ქრისტიანი, მორწმუნე ღმერთი წამდეს. ფათაშორის დარვინს წამდა ღმერთი. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ევოლუციის თეორიის მიმდევარში მატერიალისტისათვის. აი თუნდაც ის შიშველი მატერიალიზმი, რომელიც არსებობდა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში. დღეს რომ ძალიან არ ვლანძღავთ, არ მოგწონს საბჭოთა კავშირი და სამართლიანად მის მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს ათეიზმს თანამედროვე ლიბერალური საზოგადოება ვიყვარებთ და ვიწყნარებთ. ეს ყველაზე დიდი უბედურება 70 წლიან შიშველ იმ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ სამხედველობაში იყო ათეიზმი როგორც იდეოლოგია, რომელმაც გადააგვარა ახალი ადამიანის შექმნა. და იმ ახალ ადამიანმა კატასტროფები ჩაიდინა. და დღეს უარს ვამბობთ იმ სისტემაზე და ესე იგი ზემოდან უყურებთ და ვლანძღავთ და ყველაზე მთავარ მამოძრავებელ ძალას ამ უბედურებისას ვიწყარებთ და ესეთები ხვდებით. ანუ შიშველ ათეიზმს და ცინიკურ დამოკიდებულებას ღმერთისადმი. ეს არის. ამიტომ მოკლედ თუ ჩვენ ესეთ თემას გამოვაცხადებთ, რომ არის თუ არა ღმერთი, კითხვა ესეთი იქნება და მოვალთ აქ და 2 საათი ვისაუბრებთ, დამერწმუნეთ აქედან რომ წავალთ ამ კითხვაზე ესეთი არგუმენტირებული პასუხი არ იქნება გაცემული. ხო ხვდებით? ვერავინ შეძლებს რომ აი წმინდანი რომ ნებისმიერი წმინდანი რა რომ მოვიდეს აქ, ვერავინ შეძლებს რომ დაგანახოთ ცოცხალი ღმერთი
ისე რომ თქვენ ეს დაინახოთ თქვენი ბიოლოგიური თვალებით. ეს გამორიცხულია. ღმერთს ადამიანის ხვანაერად ხედავს. მაგრამ ის სალექციო შეხვედრაზე ეს არ მოხდება. ასევეა დაახლოებით ამ საკითხშიც. ამას მე ვნახავთ რატომ არის ასე. მე ხლა თესებით მიხედვით მივყვები და ვეცადოთ თქვა რომ ვისაუბროთ თქვა რა ისთვის არის საჭირო ეკლესია და ნუ რაღაცა ჩვენ ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენთვის რაღაც მიმართულებები გაჩნდა ჩვენი გონებისათვის რომ მე ვიაზროვნოთ ვიფიქროთ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდა კითხვები გამიჩნდა აი ადამიანი რომელიც თემას არ შეხებია ხო მოდის და რაღაცაზე თქვა საუბრობ მე ვეუბნები რომ წადი ამ თემაზე იფიქრე წაიკითხე ან რაღაცა ეს გააკეთე და რო გაგიჩნდება კითხვები შენ ახლა კითხვები არ აქვს მე ვერ გესაუბრები ვერაფერზე აი როცა შენ შეგიძლია რომ მე კითხვები დამისვა მე მოდი და ვისაუბროთ ესეა ამ შემთხვევაში ჩვენ კითხვები უნდა დავსვათ ეხლა შეცადოთ პასუხი გავცეთ და შემდეგ ეს კითხვები უნდა გამრავლდეს და ჩვენ მე მოგოცემა საუბარი შესაძლებლობა ამ თემაზე ვიფიქროთ. ადამიანი როცა გარკვეულ მიმართულებით ფიქრობს, უღმავდება, მე უკვე მასთან შესაძლებელია, თქვათ, რაღაც საერთო ენის გამონახვა. პირველი თეზისი მე დავწერე ესეთი ფორმით. ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, სადაც ღმრთის რწმენასთან ერთად აუცილებელია რწმენა ეკლესიისადმი. ანუ ეკლესია განუყოფელია ღმრთისაგან, ანუ ღმერთისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თეზისი, ძალიან მნიშვნელოვანი თეზისი. იმიტომ რომ ჩვენ ზედაპირულად როცა უყურებთ, ყველა რელიგია ერთ და იგივე გონია. მაგრამ ქრისტიანული თეოლოგია, განსხვავებით სხვა რელიგიებისაგან, ასწავლის ესეთ რამესაც მე გითხარით, რომ ქრისტიანული რელიგია არის ერთადერთი რელიგია. სადაც აუცილებელია ღმერთის რწმენასთან ერთად გწამდეს ეკლესია. ანუ ღმერთი და ეკლესია არის განუყოფელი ფენომენი. ეს ცოტა უხეშად შეიძლება ჟღერდეს ადამიანის ყურისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ ხდება. ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესია არ მწამს. იმიტომ რომ ეკლესიაში მე გულისხმობ ადამიანურ ორგანიზაციას თავისი მანკიერებებით, იმიტომ რომ შეუძლებელია არსებობდეს ადამიანური ორგანიზაცია, რომელსაც მანკიერებები არ ექნება. და ვხედავ რა მანკიერებებს მე ვერ ვიღებ ეკლესიას, ვერ ვღებულობ მას, როცა მანკიერებებს ხედავ და მაგრამ ღმერთი თითქოს მწამს. დაწყებული პირველი საუკუნეებიდანვე ეკლესიას აქვს თავის აღსარებლობის ფორმულა. პირველი საუკუნეებიდან. და საერთაშორისო ეს აღსარებლობის ეს ფორმულა არ მომდინარეობს უბრალოდ ვიღაცა სასულიერო პირებისგან, მოდი ესე ვთქვათ, თუნდაც ისინი წმინდანები ყოფილიყვნენ. ის მომდინარეობს თავად უფლის სიტყვებიდან, ამას ჩვენ ვახსენებთ და ვიტყვით. როდესაც ადამიანი ხდებოდა ქრისტიანი, ის ამბობდა, რომ მას სწამს ღმერთი, სამპიროვნება, ერთარსება. ეს ძალიან დიდი საიდუმლოება, რას ნიშნავს სამპიროვნება, ერთარსება ღმერთი. მამა ღმერთი, ძე ღმერთი, რომელიც განკაცნა, ანუ ადამიანად მოვიდა და სულიწმინდა ღმერთი. და იმ აღსარებლობაში ერთ-ერთი მუხლი ესეთია, რომ მე და მაშინ ხვდები მე ქრისტიანი, მე მწამს ერთი წმინდა კათოლიკე, კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ანუ ეკლესია მე მწამს. ხო გესმით? ეკლესია რომ უბრალოდ იყოს ის რასაც ჩვენ ხედავთ, მას რწმენა არ ჭირდება. არავინ იტყვის რომ ეხლა მე მწამს ამ შენობის, იმიტომ შენობა ჩანს, არანაირი რწმენა მას არ ჭირდება. ეკლესიას ჭირდება რწმენა, იმიტომ რომ ეკლესია თავის ღვთაებრივ ნაწილში არ ჩანს. ვახსენე ღვთაებრივი ნაწილი, ეკლესია ღმერთკაცობრივი ორგანიზმია. აი ქრისტე მაგალითად, ქრისტე რომ ჩვენ რო გვეცხოვრა მაცხოვრის დროს, იოსების შვილი, ხურო არის ხის ხელოსანი. ხურო იოსების შვილი. თავადაც ხურო, იმიტომ რომ 30 წლამდე ქრისტე არის ხურო, ანუ ხის ნაკეთობებს აკეთებს. რომ მე რომ თქვა რომ ის არის ამავე დროს ღმერთი, ამას ჭირდება რწმენა, იმიტომ რომ თვალით მე ვხედავ ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს, რომლის მოკვდინება შეიძლება და მოვკალით კიდევაც. გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტე რომ ღმერთი, ამას ჭირდება რწმენა. ქრისტე რომ ადამიანია, ამას რწმენა არ ჭირდება, იმიტომ რომ ის ჩანს.
ასევე ეკლესიაში. ეკლესიის ადამიანთა ნაწილს წმენა არ ჭირდება, ეკლესიას რო ღვთაებრივი ნაწილი აქვს, ამას წმენა ჭირდება. რატომ არის განუყოფელი ქრისტიანობაში ეკლესია ღმერთისაგან? იცით როგორი განუყოფლობა ახასიათებს? დღეს. მას შემდეგ, ამას კიდე შევეხებით. მას შემდეგ, რაც ძე ღმერთი, რომელიც არის მამისა და სულიწმინდა ღმერთის თანაარსი, ანუ ერთი ბუნება აქვს. მას შემდეგ, რაც ძე ღმერთი გახდა ადამიანი და მას შემდეგ, რაც სულიწმინდა ღმერთი, მესამე პირი გარდამოვიდა გარკვეულ ადამიანებზე, იმ დღიდან ღმერთი და ეკლესია არის განუყოფელი. ეს რას ნიშნავს, იცით? ღმერთი არ არსებობს ეკლესიის გარეშე და ეკლესია არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი. ანუ როცა ადამიანი ამბობს, რომ მე მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს ეკლესიის, ეს აი ამ გამონათქვამის ანალოგია რომ მოვიყვანო, ეს არის შეუძლებელი. აი მაგალითად ამის ანალოგიად მოყავთ ხოლმე ესეთი რაღაც, აი ადამიანმა რო თქვას, რომ მე მწამს მედიცინის, მაგრამ ცოცხალი ექიმის არ მწამს. დაახლოებით გავს, ხო, იმიტომ რომ შენ თუ ცოცხალი ექიმი, როცა შენ ავად ახარ, მედიცინა ვერაფერს გიშველის. შენ გინდა ცოცხალი ექიმი. ხო? და ამიტომ თითქოს ეს არის ანალოგია. ცოცხალი ექიმის გარეშე მედიცინა პრინციპში არ არსებობს. ხო, ესია. მაგრამ არა. ეს კიდე არ არის ის ანალოგია, რაც ახლა მე ვთქვი, რომ ღმერთი არ არსებობს ეკლესიის გარეშე. იმიტომ რომ მედიცინა როგორც თეორია პრინციპში შეიძლება არსებობდეს, ბოლო-ბოლო მე შემიძლია წავიკითხო, თუ არ არსებობს ცოცხალი ექიმი და თეორიულად ვისწავლო მე რაღაცა და ჩემ თავს ცოტათი უნკურნალო. აი ესეთი რამე ქრისტიანობაში არ არსებობს. ქრისტიანობაში მართლა არ არსებობს ღმერთი ეკლესიის გარეშე. მას შემდეგ რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ეს განუცალკავებელი რეალობა გახდა. ანუ შეუძლებელია ქრისტიანული მსოფლმხედველობით, ქრისტიანული თეოლოგიით ღმერთი წარმოიდგინო ეკლესიის გარეშე. მე მესმის ამ დროს შეიძლება გაჩნდეს კითხვები, ეს მღვდელი როგორ იცევა ნახე. ეგ სხვა თემა, ამასაც შევეხებით. ეგ სხვა თემა, მე ვლაპარაკობ დოქტრინალურ საკითხებზე. ანუ რას გვთავაზობს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ამას შინაგანად შეიძლება შევეწინააღმდეგოთ, კაცო მით უმეტეს რომ გაგვახდება ოხროხინე გაგვახსენდება, იქ მამოენუქი, ფილმების გმირებს პერსონაჟებს ვახსენებ, მაგრამ შეიძლება ეს რეალობაში არსებობდეს, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ არის მეორე მომენტი აქვს. სასიხარულო მომენტიც. ანუ შეიძლება მე მქონდეს შინაგანი პროტესტი, როგორ კაცო ეს ამდენი თქვა რაღაცა რო ხდება უმსგავსობა, რაც მე ვიცი და რაც გამიგია და შენ კიდე მეუნები რომ ღმერთი არ არის ეკლესიის გარეშე, რა აბსურდია, რა საშინელებაა. მაგრამ აბა მეორე მხრიდან შეხედეთ მედალს. რომელი მხარეა ეს? აუ რა მაგარია, წარმოგიდგენია. ღმერთს ხო ვერ ხედავ, ღმერთს ხო ვერ მიწვდები, ღმერთს ხო ვერ იპოვი. აი ესე თვალები. და უცებ თუ ეს მართალია რომ ეკლესიის გარეშე ღმერთი არ არსებობს ეკლესიის გარეშე რა ესე იგი ეს ნიშნავს იმას რომ მე რო ეკლესიას მივიახლები ამით ღმერთს მივიახლები ეკლესიას მართლა შემიძლია მივიახლო დაახლოებით მაინც ხო ვიცი ეს რა არის და როგორ არის ესე იგი ეს ნიშნავს რომ მე მაქვს შესაძლებლობა ღმერთის პოვნისა ღმერთის ხილვისა და ისეთი შესაძლებლობა რომელიც მართლაც საოცრებაა გესმით დღეს მე მაქვს ამის შესაძლებლობა დაახლოებით არა, ზუსტად ისე, მოდი ასე ვთქვათ, აი მე ვცხოვრობ იუდეაში ვცხოვრობ და მთელი ჩემი არსება მიძღვნილია მარადიული სიცოცხლისკენ. ეს ლოგიკურია, რადგან მე ვარ მარადიული, აბა ჩემი ცხოვრება იქითკენ ხო არ იქნება მიმართული, რომ დღეს ხაჭაპური ვჭამო, ხვალწვადი, ზექხინკალი, მე ესე იგი დიდი თანამდებობა მოვიპოვო დიდხანს ვიცოცხლო 103 წელიწადი, თუმცა ბოლო 25 წელიწადი ძლივს უნდა დავდიოდე, მაგრამ მაინც კარგია და მე ბოლოს მოვკვდე. ჩემი მიზანი ეს ხო ვერ იქნება, იმიტომ რომ მოვკვდები, მე კი არ მოვკვდები, გარდავიცვლები, მე მწამს მარადიული სიცოცხლის, ამიტომ მე მდგმური ვარ აქ და რადგან მდგმური ვარ, არ შეიძლება რომ მე ბინა ვიქირავე, სადაც უნდა ვიცხოვრო 3 წელი და მე უნდა ჩემი ბინა შენდება და იქ უნდა გადავიდე, მე არ შემიძლია რომ რადგან მდგმური ვარ, მთელი ჩემი რესურსი ამ ნაქირავე ბინაში ჩავდო, ხო სულელე ვიქნები, მე უნდა გადავიდე სხვა ბინაში.
ასევეა მე არ შემიძლია მთელი ჩემი რესურსი, ბედნიერების ძიება, ეს ყველაფერი ჩემი სასიცოცხლო, ინტელექტუალური, სულიერი გრძნობითი აქცენტები ამ ცხოვრებაში მქონდეს, იმიტომ რომ მე უნდა წავიდე მარადისობაში. და უცებ ცხოვრობ იუდეაში და უცებ გავიგე რომ ის ვინც მე მწამს ადამიანად მოვიდა. ის არის იესო ქრისტე. გახსოვთ სახარებაში სვიმონ მიმქმელი ცხოვრობს ღრმად მოხუცებულია და უცებ ღვთის მადლი მეანიშნებს პატარა ჩვილი იესოს რა იმოვიდა ეს არის და ეს საოცარი სიტყვები აც განუტეველ ეუფევ მონაიშენი მშვიდობით ანუ გახარებული მიდის გარდაცვალებისკენ იმიტომ რომ ის ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა ეტრფოდა და მისი ცხოვრების საზრისი და არსი და მიზანი იყო იმას ხელით შეეხო ანუ მისთვის რწმენა გახდა ხელშესახები ღმერთი და ქრისტეს ადამიანური ბუნება ერთდაიგივეა მისთვის იმიტომ რომ მე შევეხე ქრისტეს ადამიანურ ბუნებას შევეხე ღმერთს ანუ აი ესე კი არა ვარ არამედ შევეხე ეს დაახლოებით ისე არ ახალგაზრდა თქვა ახალგაზრდა ადამიანი სიყვარულს ეძებს მას აქვს გულის სავსე სიყვარულის შესაძლებლობით მაგრამ არ არის ობიექტი ვერავინ და უცებ მის ცხოვრებაში ჩდება ასევე ახალგაზრდა ადამიანი და უცებ მის სიყვარული ხორცს ისხავს და რეალიზდება და რა ბედნიერ მან იცის რომ სიყვარული არის მისი გული მზად არის მაგრამ ვერავის ვერ კიდებს ხელს და უცებ მოკიდა ხელი მოვიდა ის ვისშიც რეალიზდა აი რაღაც მსგავსი რაღაცა არის აი როგორც ქრისტეს დრო რო გვეცხოვრა და ჩვენი რწმენა ხელშესახები გახდებოდა როგორც იონე მოციქული ამბობს ჩვენი ხელით ვეხებოდით მასთან ჭამდით სვავდით აი მასთან ვიყავით და ეს არის საოცარი რამ მორწმუნე ადამიანისათვის ღმერთს რო ეხები იგივეა ეკლესიას ეხები ღმერთს აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი თეზისი დოქტრინალური ქრისტიანული მოძღვრების და ქრისტიანული დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი ამიტომ როცა ვიგებთ რომ რა თქმა კაცო ეკლესია ღმერთი მწამს უნდა გამახსენდეს რომ ქრისტიანობა ესე ასწავლის სხვა საკითხია ახლა ეს რას ნიშნავს და ადამიანმა შეიძლება თავიდანვე უარყვას რომ რა სისულელია კაცო და ან კიდე დაფიქრდეს მართლა ესე რო იყოს აი მართლა ესე რო იყოს სვიმონ მიმქმელი ქრისტეს რო ეხება და გაიხარებს რომ ხელით შეეხო და უკვე ღმერთის განცდა მას უკვე აქვს როგორც ადამიანს რეალური განცდა ვიღაცას რო თქვა სულელი სვიმონ მიმქმელი არ მაინტერესებს მისი მოწმობა მან დაამოწმა მან თქვა მან გასაგებად თქვა ყველას გასაგონად რა შემთხვევაში აიქნევს ადამიანი ამ დროს ხელს რა შემთხვევაში იტყვის კაცო რა სისულელია მე ესე მგონია მხოლოდ იმ შემთხვევაში რომლისათვისაც აი ღმერთის შეხება ძვირფასი და სანუკვარი არ არის ესე როგორც ადამიანი რომელიც ეტყვის რომ სიყვარული არსებობს მე შემიყვარდა და ვიღაცა აუ რა კარგია რა მაგარია შეუყვარდა ესე იგი არსებობს ესე მე შეიძლება შემიყვარდეს ან ვიღაცა გიჟი მორიგი გიჟი ეხლა რა ეშველება ხა იმ კაცს რომელიც სიყვარულს არ ეძებს რომელსაც არ უნდა რომ სიყვარული ხელი შეახოს ესეთ ადამიანს რამე ეშველება ეშველება რამ კახი კავსაზე რო თხა გავსოთ შენ არაფერი ღმერთმა ყველას გვიშველოს ყველას ეშველება მაგრამ ეხლა ჩვენს ხო უნდა ცოტა გამოვხიზლდეთ ხალხო როგორ ხარ შეიძლება რომ მე მეშველოს ჩემს გარეშე ხო გახსოვთ ის ანეკდოტი როა ცნობილი ღმერთო ფული მომაგებინე კაცო ლატარის ბილეთი მაინც იყიდე რაღაცა ხო უნდა გააკეთო შენ მეშველოს ხელი ხო უნდა გაანზრიო რო გეშველოს რაღაცა ხო უნდა ქნა შენ თვითონ აი ეს ეხლა მეორე თეზისი რელიგია გულისხმობს ღმერთის არსებობას და მასთან კავშირს ეს ძალიან მარტივი რე არის ესე იგი აღდგინების თქვათ ნაწილაკი რომელიც თქვათ დარღვეულ კავშირს აღადგენს და რელიგია ნიშნავს რას რომ ეტიმოლოგიურად რო განმარტოთ ეს კავშირი არსებობდა და მე დავკარგე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმარტება ამ ტერმინის ეს არის ესე იგი ღმერთის არსებობას და მასთან კავშირის აღდგენას როგორ შეიძლება გვესმოდეს
კავშირის აღდგენა და საერთოდ კავშირი ღმერთთან. ეს ძალიან საინტერესოა. ესე იგი რელიგიური ადამიანი, რომელიც ღმერთთან კავშირს ეძებს ამ კავშირს, მისი ცხოვრების მიზანია. მაგრამ ხო ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ეძებს კავშირს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რამდენი რელიგია არსებობს. რა თქმა უნდა, ზედაპირული შეხედულება ესეთია, კაცო, ყველა რელიგია ერთდაიგივეა, ესე იგი, უბრალოდ სახელებია და ფორმებია განსხვავებული. ეს ძირშივე მცდარი პოსტულატია. ყველა რელიგია ერთდაიგივე არ არის. აბა როგორ არის? ყველა ადამიანია ერთდაიგივე. ბუდისტი აიღე, თუნა მუსულმანი, გინდა ბუდისტი, გინდა მუსულმანი, გინდა ქრისტიანი, სულ ერთია, ყველა ადამიანი არის ადამიანი. ბუდისტი ზუსტად ისეთები ადამიანია, როგორც ჩვენა ვართ. ბუდისტი, ლამა და მღვდელი და მოლა ზუსტად ერთდაიგივე ადამიანები ვართ, განსხვავება ჩვენ შორის არ არის. ამიტომ ჩვენი რელიგიური პრაქტიკა რაღაც ფორმებს რო იძენს, ბუნებრივია, რომ ეს ფორმებიც არის მსგავსი. ხო სწორია. ეხლა იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩვენ რო გვიხარია ვიღიმებით. და ტუჩები ესე შვება. და როცა შევწუხდებით ესე და სახეც ესეთი. როცა რაღაცა გვინდა თავს ესე ვაქნებთ. როცა არ გვინდა ასე. ხო გამონაკლისი არსებობს, ხო ბულგარელებს აქვთ რაღაც უცნაური. მე მგონი რაღაცა ეს შედარებით უახლესი ტრადიცია იქნება. რაღაცა მე მგონი ნაციონალური გადარჩენა რო მომხდარიყო მათი და სხვები ვერ მივხვდარიყვნენ. ხო სამბობენ თუ არა და ხო მოკლედ. ალბათ ესე იყო, ხო? ზუსტად იგივეს არ იმეორებენ შესაძლოა უკან წევენ და მე რომ ის ამბობენ ან ზუსტად ჩვენ როგორც ვაკეთებთ დათანხმებას ეს. ხო, რაღაც განსხვავებული. ძირითადად ხო ადამიანები ერთნაირები ვართ. გამიგე და ის ბუდისტია, მოლა თუ მღვდელია აგერ ხო? თუ ღმერთი გამახსენდება, შეიძლება ესე ვქრა იმანაც მეც. თუ მაგალითად მოწიწება მინდა გამოვხატო ცოცხალი ღმერთის წინაშე, მე და მოლა ერთად მოუდრებთ მუხლს და თავს ესე და ბუდისტი ახლა ხო ბუდისტ ცოცხალი ღმერთი არ აქვს, მაგრამ რაღაცა მედიტაციებს გააკეთებს და ჩუმად დაждდება და გარეთა ადამიანი, გარეთ დამაყურებელი ადამიანი ფიქრობს, რომ ლოცულობსო და ვერ მიხვდება, რომ ის კი არ ლოცულობს მედიტაციაშია და მისთვის ლოცვა და მედიტაცია ერთდაიგივე. ანუ გესმით და ნაგებობა დაჭირდება იმასაც და მეტნაკლებად რადგან რელიგია ეს რაღაც მარადისობისაკენ სწრაფვა, ეს საკულტო ნაგებობებიც რაღაც ზემოთ აჭრილი და რაღაც გესმით, ანუ ადამიანია ყველა ერთდაიგივე და არა ღმერთი და ადამიანი რო ყველა ერთდაიგივეა, მათი რელიგიური შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა მსგავსი ერთმანეთის, მაგრამ თვითონ ღმერთის დეფინიცია ყველა რელიგიაში არის ძალიან განსხვავებული. თვით კათოლიციზმი, რომელიც ესე გავს ქრისტიანობას და მართლმადიდებლობაში, ისეთი სერიოზული განსხვავებებია, რომელი განსხვავებებიც აღიბეჭდება ადამიანის სულიერ ცხოვრებას. ეს იმას და ისლამიც ასევე ცოცხალი ღმერთის იღებს თითქოს, თუმცა იქ პატარა განსხვავებები მაინც არის, მაგრამ ასევე აღიბეჭდება ჩვენს რელიგიურ პრაქტიკაში და სულიერ ცხოვრებაზე. თავის გავლენას ახდენს. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვინც გვწამს იმისკენ ვისწრაფო და მას მივემსგავს. ესე იგი, ვისთან უნდა აღვადგინოთ კავშირი? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ადამიანი, რომელიც რელიგიურ ძიებაშია, დასვავს კითხვას. როგორ ღმერთთან უნდა აღვადგინო მე კავშირი? ცოცხალთან თუ არა ცოცხალთან? არ იფიქროთ ახლა რომ თუ ცოცხალი არ არის რაღა ღმერთია? დიახაც, ბუდიზმში ცოცხალი ღმერთი საერთოდ არ არის. ისლამშიც კი და თანამედროვე იუდაიზმშიც ამბობენ რომ მე არა ვარ რელიგიის ისტორიის სპეციალისტი, მაგრამ ამბობენ რომ თანამედროვე იუდაიზმშიც და ისლამშიც ცოცხალი ღმერთის იდეა ნელ-ნელა დაიკარგა. აქ ლაპარაკია პიროვნულ ღმერთზე. პიროვნული ღმერთი იმას კი არ ნიშნავს, ესე იგი ფორმა აქვს და რაღაც, არა. პიროვნების დეფინიცია კიდე სხვა რაღაცაა, ეს ცალკე თემაა და ამაზე პერიოდულად ჩვენ გვისაუბრია. და არ არის გასაკვირი რატო ხდება ეს, თქვათ იგივე იუდაიზმში და ისლამში ცოცხალი ღმერთის იდეა რომ იკარგება. იცით რატო? იმიტომ რომ ისლამშიც და იუდაიზმშიც და სამწუხაროდ გარკვეულად კათოლიციზმშიც და ეს თავის გავლენას იქაც ახდენს ამ მიმართულებით, დიდი ადგილი უკავია, დომინირებს რელიგიურ პრაქტიკაში, დომინირებს არა თავისუფლება, არამედ კანონი. კანონი დომინირებს. და სადაც დომინირებს კანონი,
იქ იკლებს პიროვნულობა და სიცოცხლე. აი მარტივად გასაგები რო იყოს, აი მაგათ ცოლ-ქმარი. და რო ქორწინდებიან, დაქორწინების წინ, ესე იგი, დაქორწინების წინ დაიღეს დიდი არზა და ჩამოწერეს კანონები. ესე იგი, ერთმანეთთან ურთიერთობის. პირველი, დილას რო გავიღვიძებთ ესა და ეს, მეორე ესა და ეს, მესამე ეს, თუ ასეთ ხასიათზე ხარ, ესე ვქნათ, თუ ისეთ ხასიათზე ხარ, ისე ვქნათ და მოკლედ და ერთი დასტა ფურცლებისა გაივისო როგორ უნდა იმოქმედონ. ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. მე გეკითხებით, ამ ოჯახში სიცოცხლისგან რამე დარჩება? არაფერი არ დარჩება. არაფერი აღარ დარჩება. ყველაფერი მოკვდება. იმიტომ რომ მათი ურთიერთობის ბაზა არის არა სიყვარული, არა თავისუფლება, არამედ კანონი. ყველაფერს მოკლავს ეს. ამიტომ ცოცხალი და არაცოცხალი ღმერთი ძალიან მნიშვნელოვანია. მე კავშირი ვისთან უნდა აღვადგინო? ცოცხალთან თუ არაცოცხალ ღმერთთან? ცოცხალი ღმერთის შემთხვევაში მე თუ საღად თქვათ მივიღებ ამ არჩევანს საღად გავაკეთებ და ვიტყვიობ ხა მკვდარი ჩემი თავიც მეყოფა ახლა და მე ცოცხალი მინდა ღმერთი უნდა ვისწრაფო სიცოცხლისკენ მაშინ ცოცხალი ღმერთის შემთხვევაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასთან კავშირის დროს? რა არის მასთან კავშირი? და რა არის ის რასაც აი მაგალითად ღმერთი თუ ცოცხალი არ არის მაშინ აშკარაა რომ მასთან ურთიერთობის შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია სიკეთე რომელიც მე მომეცემა აი ამ რაღაცა აბსტრაქტული ენერგეტიკისაგან ხო სწორია აი მაგალითად სადღაც კურორტზე წავედი სადაც მაგარი ჰაერია ჰაერი ხო ცოცხალი არ არის მაგრამ რა სიკეთეს უნდა მოვედოდო მე ამ კურორტზე ყოფნისას რა ძალასაც და ენერგიასაც და ჯანმრთელობასაც მომცემს მე ეს გარემო ეს კლიმატი რომელიც იქ არის ის ეკოლოგია რომელიც ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო რომელიც მე იქ დამხვდება მაგრამ თუ ღმერთი ცოცხალია მაშინ სიკეთე რა არის სიკეთეა ის რასაც ღმერთი მომცემს მე რაღაცას თუ თავად ღმერთთან ურთიერთობა როგორ ფიქრობთ აი მაგალითად ადამიანმა შეიყვარა მეორე ადამიანი ახალგაზრდები არიან და დაქორწინდნენ და ახლა კითხვას უსვავთ ახალგაზრდებს რომ რა არის შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიკეთე რაც მიიღე ქორწინებიდან და პასუხობს მანქანა მაჩუქა ბევრი ფული აქვს მამამის კაი თანამდებობა მომცეს კარგი სახლი ამიშენეს კაი კურორტებზე დავყავარ კაი შოპინგები კაი საჭმელები რესტორნები იტყვი საწყალი გადაგვარდა ხალხი ან უნდა გითხრას ყველაზე დიდი სიკეთე რა არის ჩემი მეუღლეა თავად თვითონ არის ჩემი მეუღლე ყველაზე დიდი სიკეთე სხვა იმდენად დიდი სიკეთეა ეს რომ იქ უკვე ის იქ ფუფუნება იქნება თუ არ იქნება ამას უკვე მნიშვნელობა პრინციპული რაღაცა აქვს მაგრამ პრინციპული აღარ არის ხო სწორია სადაც არის ცოცხალი არსება პიროვნული იქ უკვე მთავარი არის არა ის რასაც მისგან ვიღებ არამედ თავად ის არსება ხო სწორია ესე იგი ლოგიკური ჯაჭვი ესეთია თუ რელიგია ეს არის კავშირი ცოცხალ ღმერთთან უკვე ავარჩია არა ცოცხალი არა ცოცხალ ღმერთთან მაშინ სიკეთე ამ რელიგიური ცხოვრებისა არის არა ის რასაც მე მისგან მივიღებ და შეიძლება მივიღო კი ბატონო აი პრობლემა არ არის მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია სიკეთე არის თავად მასთან ურთიერთობა მე ხვდებით აი საითკენ მიმყავს ეს საუბარი რელიგიურ ცხოვრებაში ჩვენ ხედავთ რომ ძალიან ხშირად ადამიანები თვით ეკლესიის წიაღშიც აი რატომ მახინჯდება ეკლესიური გაგება არა ეკლესიური ადამიანისათვის იმიტომ რომ ეკლესიური ადამიანი შეიძლება ამის გამოთქმას ასე შემამას ასე არ გამოთქვავდეს მაგრამ ჩვენ ხედავთ ჩვენ გვესმის ჩვენ მკითხულობთ სამწუხაროდ მდარე ხარისხის ქრისტიანულ ლიტერატურაში რომ მდარე ხარისხის ქრისტიანულ ლიტერატურაში ასევე ჩვენ ძალიან ხშირად ვაფასებთ ადამიანებს წარმატებულ ადამიანებს ეკლესიაში მათ შორის წმინდანებს რომელიც შეიძლება მართლა წმინდანები არიან სწორედ აი ამ კუთხით და რა კუთხით ვაფასებთ რა მომცა მანმე რა სიკეთეები მომცა განკურნა სამსახური მიშოვა კარგად დამაქორწინა და ასე შემდეგ აი ესენი მომცა მე მან და ეს ამახინჯებს ქრისტიანობას თავიდან ბოლომდე და ღმერთი სად არის ცოცხალი ურთიერთობა დამანახე
მე ეს ამას ვეძებ, თორე რასაც ჩემ მელაპარაკები, მაგას მე სულ არ ჭირდება საერთოდ რელიგია, ერთი კაი მდიდარი ბიძა და საკმარისია. ხო სწორია. ეხლა მესამე თეზისი. ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა არ არის არა ინტელექტუალურ ფილოსოფიური შემეცნება. ანუ საუბარი ღმერთის შესახებ. ბუნებრივია. რადგან ღმერთი ცოცხალია, მე ამ გზით მივდივარ. მაშინ ურთიერთობა შეიძლება იყოს საუბარი მუდამ ღმერთზე. აი ღმერთი ასეთი და ღმერთის თვისებები და წესები და კანონები დომინირებს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ეს რეალობა. ჩვენ ძალიან ხშირად, მე ჩემ თავზე ვიტყვი, ძალიან ხშირად მე ვსაუბრობ ღმერთის შესახებ. როცა ჩვენ მუდმივად ღმერთის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენი სიტყვა მკვდარი ხდება. ეს არაფერს მომცემია, მე გეტყვით, რომ ღმერთი არის ასეთი. ქრისტიანობა გეუბნება, რომ უნდა იყოს ისეთი, ამგვარი და ასეთი და ასე შემდეგ. რა შეიცვლება? მე უშენოთაც შენ შეგიძლია მითხრა, მე უშენოთაც კარგად ვიცი, როგორი უნდა ვიყო. კი ბატონო, აღზარდეს კარგად და კარგი უნდა ვიყო. მარადი კი ბატონო, ვიცი რომ მარადული სიცხლე კარგია და მწამსვე ადამიანი უკვდავია. კი ბატონო. მაგრამ რა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რეალიზდეს? პასუხი ერთადერთია, სწორი პასუხი. უნდა გაიცნო ღმერთი როგორც ცოცხალი არსება და მასთან ურთიერთობაში შენ ეს ყველაფერი შენში რეალიზდეს. ანუ თავარი არის არა საუბარი ღმერთზე და ღმერთის შესახებ, არამედ ეს ურთიერთობას, როცა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, როცა თქვათ არის ჩვენ წინაპლაზე წამოწეული, თავარი არის მასთან პიროვნული ურთიერთობა, ანუ საუბარი ცოცხალ ღმერთთან. ვიღაცა იტყვის, რომ მაგი ჩვენ ვიცით. აი ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა არის ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. ნამა კითხვა. ზოგიერთ თქვენთაგანი ლოცულობს. ხშირია თქვენს რელიგიურ ცხოვრებაში გამოცდილება, რომ თქვენ ესაუბრეთ და პასუხი მიიღეთ. ანუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ესმის. ესმით? კი. აი, რა თქმა უნდა, პასუხის მიღება ამ შემთხვევაში პასუხის მიღება ძალიან ფართე სიტყვაა და ბევრ რამეს იტევს თავის თავში. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა იული ნამდვილად არ არის. ხო სწორია? იმიტომ რომ ლოცვა დიახაც ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის მცდელობაა, მაგრამ ჩვენ ვიცით საკუთარი გამოცდილებით, ყველა ჩვენთაგანმა იცის, რომ ეს იული ნამდვილად არ არის. ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ მაშინ ესე ვთქვათ, ის წმინდანები, რომლებიც ჩვენთვის ავტორიტეტნი არიან სწორედ აი ამ კუთხით, რომ მათ ისინი ღმერთს იცნობდნენ, ისინი ამბობენ, რომ ლოცვა ისეთი რთულია, რომ მას მხოლოდ სისხლის დაღვრა, მოწამეობრივი სისხლის დაღვრა თუ შეედრება. ანუ ეს არის ძალიან რთული რამ. გაეცის სისხლი და მიიღეს სული, ესეთი გამონათქვამები ქონათ. ანუ სრულ თავგანწირვას ითხოვს. იმდენად რთულია ღმერთთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობა. აქ ლაპარაკია ჩვენ საკეთებელზე. თუმცა არის რა თქმა უნდა ჩვენ მოცემული გვაქვს წმინდა წერილში რა არის ამისათვის საჭირო. მაგალითად უფალი ამბობს, რომ ნეტარიყვენ წმინდანი გულით, არამედ თუმად ღმერთი იხილონ. ანუ შესაძლებელია ეს წმინდა გულით, მაგრამ აი წმინდა გული რას ნიშნავს? რა ფენომენია ეს? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული განიწმინდოს? საერთოდ ჩემ ცხოვრების დღის წესში თუ დგას ეს თემა, გულის განწმენდა. და ეს რას ნიშნავს? აუცილებლად უნდა ვიცოდე. რატო გარბოდენ ადამიანები უდაბნოში? მონასტრებიდან გარბოდენ განდეგილობაში. რომ მიეღწიათ გულის სიწმინდისთან. მაგრამ მეორე მხრივ, რატო იყო ყველაზე საშიში მოღვაწეობის ფორმა განდეგილობა? ერთი სხვი გარბიან განდეგილად, იმიტომ რომ გულის სიწმინდე მოიპოვონ და იმისათვის რომ ღმერთთან დიალოგში შევიდნენ, მეორე მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმა მოღვაწეობისა განდეგილობა, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან ადვილად ხდება მოტყუებული ბოროტი არსების მიერ. ანუ
ეშმაკისგან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, რომელიც წარმოაჩენს თუ რა დიდ სირთულესთან აგვაქვს საქმე. როდესაც საუბრობთ ცოცხალ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაზე. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ურთიერთობა არის სწორედ გულისხმობს სწორედ მასთან პიროვნულ ურთიერთობას და არა ინტელექტუალურ ფილოსოფიურ შემეცნებას. ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ინტელექტუალურ ფილოსოფიური თეოლოგიური შემეცნება საჭირო არის. საჭიროა ეს. ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ? ჩვენ ახლა ღმერთს არ ვესაუბრებით. ჩვენ სწორედ ვცდილობთ, რომ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, თეოლოგიურად შევიმეცნოთ ეს ღირებულებები, ეს თქვა ცოდნა მივიღოთ, მაგრამ არა იმისათვის, რომ ანუ მსჯელობისთვის ფილოსოფია ფილოსოფიისათვის, თეოლოგია თეოლოგიის, არამედ იმისათვის, რომ ეს პრაქტიკულად გამოვიყენოთ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში. თუ თავისთავად ამას, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ამის ღირებულება იქნება 0. თუ ჩვენ ეს არ გავაცოცხლეთ ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში. ყველაფერში ესეა, კაცო. ჩვენ შეიძლება ახლა აქ მაგალითად ვისწავლოთ ცურვა. ვისწავლოთ მანქანის თვითმფრინავის ტარებაც შეგვიძლია ვისწავლოთ თეორიულად. მაგრამ ამის ღირებულება იქნება 0, თუ ნამდვილ თვითმფრინავზე არ დამაჯერებთ. გესმით? ანუ თეორია ეს ყველაფერში ესეა და მით უმეტეს ღმერთთან ურთიერთობაში. მეოთხე თეზისი ესეთი გვაქვს. რას გულისხმობს ღმერთთან ერთობა? ჩვენ ხო ვთქვით, რომ ღმერთთან ერთობა, ანუ ეს ერთობა, ურთიერთობა და ეხლა გვაინტერესებს უფრო კონკრეტული რა. პირველი, ეს არის ზნეობრივი თუ უფრო სიღრმისეული კავშირი. საინტერესოა მე ვფიქრობ ეს. ანუ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ღმერთთან ერთობა, რომელიც პიროვნული ერთობით იკვებება ღმერთთან, ეს არის ზნეობრივი ერთობა ღმერთთან. თუ უფრო ღრმა. ამასაც გაგება უნდა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ პიროვნულ ერთობაში ზნეობრივი ერთობა და ღმერთთან ურთიერთობაში ზნეობრივი ერთობა რა თქმა უნდა იგულისხმება. ეხლა ადამიანი, რომელსაც არანაირი ზნეობრივი ღირებულებები და ნორმები არ გააჩნია, ცოტა რთულია, ხო, რომ ვილაპარაკოთ მის ქრისტიანობაზე, რელიგიურობაზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს არ არის მთავარი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იგივე ეკლესიის ისტორიაში, მაგალითად სახარებიდან ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო, რომელ ზნეობაზეა საუბარი, რა თუ რამე საშინელება შეიძლება ჩაედინა ადამიანს, ყველაფერს ჩადიოდა. ჩადენილი ქონდა კი არა და მე გამოსწორდა კი არა. სულ ყველაფერს ჩადიოდა იქამდე სანამ ჯვარზე არ გააკრეს. და მე უკვე ვერც კაი ჩაიდე და ვერც უც, იმიტომ რომ ჯვარზე იყო გაპრობლე. მორჩა. მის ცხოვრება დამთავრდა. მე საიდან ვიცი რომ 60-ში ავაზაკი? იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვები ითქვა ხმამაღლა გასაგონად იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ იყვნენ. და შემდეგ ეს დაიწერა. და რომ არ თქმულიყო ხმამაღლა და ღმერთ ჩვენ ვიცით რომ შეგვიძლია ჯერ ესეთ ძალიან ჩურჩულით ეთქვა, ან კიდე თქვა შორს იყო ხმამაღლა გულში ეთქვა. გულში. ღმერთ შეუძლია გულში გვითხრას რაღაცა გრძნობის განცდის სახით, ხო? მაგრამ არა, ხმამაღლა ითქვა. ყველას გასაგონად ვინც იქ იყო, ეს დაიწერა დაფიქსირდა და მე ვიცი რომ ის ავაზაკი იყო არის 60-ში. მაგრამ ეს რო არ მცოდნოდა. ვიფიქრებდი რა 60 კაცო. რა 60-ზე ალაპარაკი. კაცი მთელი ცხოვრება საშინელებებს ჩადიოდა და მე ამის გამო დასაჯეს და მოკვდა. ანუ ზნეობრივი ცხოვრება რა თქმა უნდა აუცილებელია. მაგრამ ქრისტიანობა გაცილებით ღრმად მიდის და როცა ვამბობ რომ უფრო სიღრმისეულ კავშირს, ეხლა შეიძლება თქვა, კითხვა, ახალი თეზისი. რა შეიძლება ვგულისხმობდეთ ადამიანის ღმერთთან სიღრმისეულ, ანუ უფრო მნიშვნელოვან კავშირზე ვიდრე ზნეობრივია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ხაზგასმული იყოს. ზნეობრივი კავშირი ღმერთთან. ანუ რას ნიშნავს ადამიანი არის ზნეობრივი არსება. ზნეობრივი არსება, ყველაფრით შემკული, санიმუშო, მაგალითი, თავის ცხოვრების წესით, თავის მანერებით, კულტურით, ქცევებით, ურთიერთობით, თავგანწირვის უნარით, ადამიანებს მოყვასისადმი და ასე შემდეგ. მაგრამ საუბრობთ არა, უფრო მნიშვნელოვანი, რა შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი იყოს? რა შეიძლება? დღეს ქრისტიანობა ამბობს, რომ ზნეობრივის უარყოფა არ ხდება, მაგრამ საუბარი უფრო მნიშვნელოვან კავშირზე. სხვათა შორის, ავაზაკი როგორი იქნებოდა, ჯესეთ 60 რას ნიშნავს ეგ სხვა თემაა. 60 არ ნიშნავს უბრალოდ სიკეთეს ღმერთისგან, როგორც ეგან გითხარით. სხვა რამეა ეს. ესა ხანდახან ერევათ ხოლმე მუსულმანურ 60-ში, რომელიც არის ზუსტად
ღმერთისგან მოცემული სიკეთე. ქრისტიანობა სამოთხეში სხვარამის გულის ხმობს. მაგრამ რასაც გულისხმობს, ეხლა ამას თავი დავანებოთ. თუ ზნეობრივია გამსაზღვრელი, მაშინ იმ ავაზაკ სამოთხეში რა უნდა? არაფერი ზნეობრივი საქციელი არ ჩაუდენია. რაღაცა იქ რა წერია, ფაქტურად ეს საქმეში განხორციელებული არ არის. ესე იგი, ეს უფრო მნიშვნელოვანი კავშირი. რას ნიშნავს? ეხლა განმარტოთ, რა არის ზნეობრივი კავშირი და მე უკვე მივხვდებით. ზნეობრივია ესეთი კავშირი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ღმერთსა და მის წინასწარმეტყველს შორის. ხო გესმით? მაგალითად, ნებისმიერი წინასწარმეტყველი. მაგალითად, ესაია, აბრაამი, მოსე, იონე ნათლისმცემელი, ნებისმიერი ადამიანი. ნებისმიერი თქვა, თუნდაც ნებისმიერი წარმართი ადამიანი დღეს, რომელიც შეიძლება ამაზონის თქვა ჯუნგლებში ცხოვრობდეს, ჯერ კიდევ პირველყოფილი ცხოვრებით, რომელიც სინდისის მიხედვით ცხოვრობს. იმიტომ რომ მან იცის, რომ არსებობს რაღაც ძალა, ღმერთს უწოდებს თუ რას უწოდებს, მე არ ვიცი, შეიძლება ღმერთსაც უწოდებდეს და ამბობს, ფიქრობს, რომ არ შეიძლება მონგოლები როცა თქვა შემოდიან საქართველოში და პირველ სანამ მონგოლები მუსულმანები გახდებოდნენ, მათ წამდათ ღმერთი, ჰქონდათ კანონი და რომელიც ჩინგისხანმა მისცა და ესე იგი მონგოლი ცოცხალი თავი ტყუილს არ იტყოდა. გახსოვთ ცოტნე დადიანის ისტორია. ხო შეიძლება იფიქრათ, რომ იტყვილება ეს. რატო არ იფიქრეს? და ხო იტყვილებოდა ცოტნე დადიანი. ხო მოატყვილა ფაქტიურად. მაგრამ ნახეთ, მონგოლისათვის ტყუილი ძალიან ხო იცი ადამიანი თავის გაფუჭებულობის მიხედვით საზღვრავს სხვა ადამიანი როგორია. მონგოლისათვის ტყუილი იყო განა არ იცოდნენ რომ ტყუილი არსებობს. განა ისინი არ იფიქრებდნენ რომ ცოტნე დადიანი შეიძლება ტყუილი ეთქვა, მაგრამ ცოტნე დადიანი ამის პარალელურად საოცარ გმირობას ჩადის. და მათთვის ეს ორი ეს სათნოება, გმირობა და ეს საზიზღრობა ტყუილი შეუთავსებელი აღმოჩნდა და მონგოლებმა დაიჯერეს. რადგან ეს კაცი გმირია, ესე იგი არ მოიტყვილება. რადგან არ მოიტყვილება, ესე იგი დამნაშავეები არ არიან და გაუშვეს. მიხვდით? ანუ მონგოლის ცნობიერებაში ტყუილი არ არსებობს. იმიტომ რომ იცის რომ ეს ზნეობრივი განკოლ ნორმები აქვს და ამიტომ განკოლი კავშირი, ზნეობრივი კავშირი აქვს მათ ღმერთთან. ესეთი, ამგვარი. და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ესე იყო ძველ აღთქმაში. მაგრამ თვისობრივად განსხვავებული არის სხვა კავშირი, უფრო მნიშვნელოვანი კავშირზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ისეთი კავშირი, რომელიც ადამიანის ონტოლოგიურ ბაზისამდე აღწევს. რა არის ონტოლოგიური ბაზისი? ეს არის ის არსი, რაზეც ადამიანი, როგორც ღვთისაგან შექმნილი არსება, ღვთისხატი არსება არის აღმოცენებული. გულისხმობთ, რომ ადამიანი არ არის განვითარებული მაიმუნი. ანუ ცხოველი არ არის. ჩვენ ამ შემთხვევაში თავარი აქსიომა რა გვაქვს? არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი. ეს აქსიომები გვაქვს, ამას არ ვეხებით, ამაზე გვაქვს აგებული ყველაფერი. რადგან ეს ესეა, მაშინ ადამიანს აქვს რაღაცა ონტოლოგიური, ანუ არსობრივი, საწყისი რაღაც ბაზა, რომელზეც არის აღმოცენებული. უფრო მნიშვნელოვანი და რომელზეც თავად ზნეობაც ამ ონტოლოგიურ ბაზაზეა, ამ ბაზისია აღმოცენებული. ამიტომ ესე იგი უფრო მნიშვნელოვანი კავშირი ღმერთთან, რომელიც აღემატება ზნეობრივ კავშირს, სწორედ ის კავშირია, რომელიც ადამიანის სიღრმისეულ, არსობრივ, ანუ ონტოლოგიურ ბაზისამდე ჩადის და ამიტომ ეს კავშირი არის მარადიული. დაურღვეველი კავშირი, რომლის დარღვევა არის შეუძლებელი. გესმით? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ღმერთთან ნამდვილი კავშირი, ნამდვილი რელიგია არის ის, სადაც შენ გეძლევა საშუალება ღმერთთან ისე დაკავშირდე, რომელი კავშირის დარღვევაც იქნება შეუძლებელი. მე გაგახსენებთ იგივე, წმინდა წერილისგან მაგალითი მომყავს, მაგრამ რელიგიურ საუბრებისას რაღაცას ვეყრდნობით ხო პერიოდულად ადამიანის ისტორია. წარმოიდგინეთ ადამი, რომელიც არაფერს არ ცოდავს. ადამი, რომელიც არის სრულყოფილი ქმნილება. ეს სრულყოფილება განვითარებასაც გულისხმობს და განვითარების უნარს. ანუ ადამიანი მარტო იმიტომ კი არ არის სრულყოფილი, რომ ისეთი მშვენიერი შეიქმნა, როგორიც შეიქმნა. არამედ ადამიანი როგორც სრულყოფილი ქმნილება გულისხმობს მასში ჩადებულ შესაძლებლობას განვითარდეს. ცხოველი მაგალითად არ ვითარდება. ცხოველი რაც არის არ. ადამიანი ვითარდება. ანგელოზი შეიძლება გახდეს, ღმერთი შეიძლება გახდეს ქრისტიანული დოქტრინით, ხო? ადამი ესეთი სრულყოფილი ქმნილებაა.
ვინ იტყვის რომ ადამი უზნეო იყო, ვინმე იტყვის? როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა უზნეო, რომელიც 64-შია და საოცარი ცინცხალი არსება ახალი შექმნილი ღმერთისაგან. ადამიანის ზნეობრივი არსება, მას კავშირი აქვს ღმერთთან ზნეობრივი. მაგრამ ნახეთ რა დაემართა ადამიანს, ადამიანმა დაკარგა ღმერთი, ანუ ადამიანის კავშირი ღმერთთან 64-ში. აქ კი არა სადაც არამარა ცდუნებებია. ადამიანის კავშირი, რომელიც არის ზნეობრივი. ადამიანის კავშირი ღმერთთან 64-ში არ იყო მარადიული, ამიტომ ეს კავშირი დაირღვა. მაგრამ რელიგია, ანუ კავშირის აღდგენა გულისხმობს ის დაკავშირებას ადამიანისა ღმერთთან, რომელიც მის ონტოლოგიურ ბაზისამდე ჩადის და ეს არის მარადიული, ანუ ეს კავშირი თუ აღდგა, ის აღარასოდეს დაირღვევა. ანუ ადამიანი, რომელიც ღმერთთან მივა საბოლოო ჯამში, ის საშიშროება, რაც ადამიანს დაემართა, აღარ ემუქრება, გესმით? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ გავაგზელეთ კიდე ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ აი ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ეს არის, ანუ მარადილ კავშირზე ვსაუბრობთ უკვე ღმერთთან. სხვათა შორის აქ უკვე პატარა შენიშვნის სახით შეგვიძლია ითქვას, რომ ადამიანი რომელსაც წამს ღმერთის, მე წამს ღმერთის, მე ვიცი რომ არის და მე ვიცი რომ სწორად უნდა ვიცხოვრო. დაახლოებით იმ მონგოლს აკავს, რომელმაც ისე რომ არ უნდა მოიტყვილოს, არ უნდა მოკლას კაცი, იტყვილა, ბრძოლაში ეს სხვა არის. გესმის და ასე შემდეგ რაღაც წესები აქვს მონგოლს, რომელიც დარღვევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ის ზნეობრივ კავშირს დაკარგავს ღმერთთან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ რამდენი მონგოლს დაურღვევია წესი. ბუნებრივია ადამიანი კანონი არსებობს იმიტომ რომ დაარღვიო, ხო, ესეთი გამოთქვაც არსებობს. შეუძლებელია ადამიანმა კანონი არ დაარღვიოს, ეს გამორიცხულია. ანუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე წამს ღმერთის და ამიტომ მე გულში წამს და მე იმდენჯერ წაიფორხილებს ადამიანი ამ და აი ამ მდგომარეობიდან იმდენჯერ გადაუხვევს და იმდენჯერ წაიქცევა და იმდენჯერ დაარღვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს კავშირი არ ამყარი, არ ამდგრადია. და რომელ მარადილობაზეა საუბარი. ამიტომ ეს არ არის საკმარის უკვე აქედან ჩანს, რომ ჩემი რწმენა ღმერთის შესახებ ადამიანი სუსტია. თუ ადამიანმა ეს არ იცის, ის ადამიანი თავის თავს არ იცნობს. არ გამოუცდია თავი, არ დაკვირვებია თავის თავს, როგორ იქცევა მისი ბუნება ექსტრემალურ სიტუაციაში. არ დაკვირვებია. შემდეგი თეზისი. ღვთისა და ადამიანის ამ თვისობრივად განსხვავებულ ერთობაზე მსჯელობისას ანუ აი ამ ერთობაზე, რომელიც ბაზისს ეხება, ხო? როცა აი ამ ერთობაზე ვსაუბრობ, ბუნებრივად წინ წამოიწევს უკვე ახლა უკვე მოვედით ქრისტიანობამდე. ანუ მე როცა ვსაუბრობ ადამიანისა და ღმერთს შორის ისეთ ერთობაზე, რომელიც ადამიანის აი ამ ონტოლოგიურ ბაზისს ეხება, რომელიც არის მარადიული ღირებულების, ანუ დაურღვეველია და უფრო მტკიცე, ვიდრე ეს ურთიერთობა იყო ადამიანსა და ღმერთს შორის 64-ში. წმინდა ადამიანსა და ღმერთს შორის 64-ში ეს ურთიერთობა უფრო ღრმა იქნება, თუ ეს ურთიერთობა შედგა, ჩვენ უკვე მივადგებით აუცილებლად ქრისტიანობას, რატომ ქრისტიანობას და არა თქვათ ისლამს. რატომ ქრისტიანობას? იმიტომ რომ ქრისტიანობა არის განკაცებული ღმერთის რელიგია. განკაცებული ღმერთის რელიგია. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ განკაცებით, ანუ ამ განკაცების დოგმატი რა არის? ეს დოგმატი ხალხს ეშინია, აი მე დოგმატი რამე შეიძლება ეს თავისუფლება დავკარგე. არ დაკარგე კაცო თავისუფლება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მძღოლი ესე იგი, ვაი, გზის ნიშნები, ბარდიურები, ტროტუარები რამე შეიძლება, როგორ იქნება ხა კაი მძღოლი, რომ გზის ნიშნები არ იქნება ნიშნები და დაილეწები, შვილო, რას ლაბარაკობ? ნიშნები სახს ვერ მიაგნებ. თბილისელი ხარ, მაგრამ უცებ ყველა ნიშანი და ქუჩის ის რო გავაქრო და ერთი ყველაფერი გავაქრო, ტრიალ მინდორი დავტოვა, სახში ვეღარ მიხვალ. იძახი შენ ხა, სადაც გინა გამოუხვიე, სახში ვერ მიხვალ. ანუ დოგმატი ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ობიექტურად არსებობს სამყაროში. და ის ჭეშმარიტება მოწოდებული შენთვის. ლაპარაკია მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებას. არსებობს ფიზიკური ჭეშმარიტება, მაგალითად ის რომ დედამიწა იზიდავს. არსებობს სოფლიო გრავიტაცია, ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება, ქმნილი სამყაროსი. აპროტესტე ხა თუ გინდა. წარმოგიდგენე ახლა და უცებ შენთვის რომ გრავიტაცია, შენთვის პირადად, შენთვის რომ გრავიტაცია დამთავრდეს. ახლა უცებ რა მოხდება? ოპა, და წახვალ ჰაერში. და წამ რა კოშმარში აღმოჩნდები, სახში ვერ მიხვალ, მანქანაზე ვერ დაждები, ყველაფერი დამთავრდება შენთვის. გაფრინდები იფრენდა, ფრთებიც რო არა გაქვს, ეხლა თუ ფრთების მოინდომე და ყველა მოკლედ სულ დღეს ჩავარდეთ, ხო ხდებით? ხო, ანუ არ შეიძლება ობიექტურად არსებული ჭეშმარიტების
წინააღმდეგ წახვიდე თუ გონიერება ხარ შეიძლება მე გააპროტესტე რატომ მაქვს 2 თვალი და არა მაქვს 3 რატომ არა მაქვს თვალი კეფაზე ცუდი იქნება ამეთქი თვალი კეფაზე მგონი იქითაც დავინახავ რა ხდება წარმოიდგინე რატომ არა მაქვს 8 ფეხი 2 ფეხით სიარული ცოტა დისკომფორტი ტრაიბორტი 8 ფეხი რა მაგარი იქნება მაგრამ მე მენისკი შეიძლება 2 ფეხზე გქონდა მე 8 ფეხზე რომ მენისკი გექნება როგორია ანუ გესმით თავისი რთულებია ყველაფერს ხო ესეა ესე იგი ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ქრისტიანობამ წამოიწია იმიტომ რომ ის არის განკაცებული ღმერთის რელიგია და სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური რატომ არის უნიკალური ხვდებით იმიტომ რომ როგორც კი განკაცება შემოვიდა ანუ ღმერთის გახდომა ადამიანად უკვე ჩდება რა ღმერთის და ადამიანის განსაკუთრებული ურთიერთობა ღმერთის და ადამიანის განსაკუთრებული ურთიერთობა და ამიტომ აი მაგალითად ქრისტიანობა თავის დროზე ძალიან ებრძოდა ნებისმიერ მცდელობას გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა რომ ამ განკაცების დოგმაში ცვლილება შეეტანათ მაგალითად იყო ესეთი ნესტორი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და განსაკუთრებულად პირველ საუკუნეებში ქრისტიანული რელიგიის არსებობისა როცა თქვათ ადამიანები ლოგიკურად ცდილობდნენ რაღაცის გაგებას ძალიან ხშირად არასწორი ლოგიკური განვითარება იწვევდა მცდარი მოძღვრების წარმოშობას ნესტორი იცით რას ამბობდა რომ ნესტორი ამბობდა რომ კაცი იესო დაიბადა იოსებისაგან და ღვთისმშობლისაგან კაცი იესო დაიბადა მე ხა ამ წუთში მე არ მინდა ნესტორს დავაბრალო იოსებს ნესტორი ქალწულის მიერ შობას აღიარებდა თუ არა მე ხა ეს ამ წუთში არ მახსოვს მაგრამ მას არ აქვს ნიშნობა ხა სხვა თემას ვეხები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ არის ღვთისმშობელი ის ამბობდა რომ ღვთისმშობელი არის ქრისტეს მშობელი ანუ იესო არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც აქვს ჩვეულებრივი ადამიანური ხორცი და სული და ქრისტიანობაც ესე ამბობს ჩვენც ესე ვამბობთ რომ იესო ქრისტეს აქვს ადამიანური ხორცი და სული და პლუს ნესტორი ამბობდა რომ იესო ქრისტე ამავე დროს არის ადამიანი როგორც პიროვნულადაც ადამიანი აი მე მაგალითად პიროვნულად ვარ ადამიანი ბუნებითაც ადამიანი ხორცი და სული მაქვს ადამიანის ეს არის ჩემი ბუნება და ეს ბუნება მოცულია პიროვნების მიერ ესეთია სწავლება ქრისტიანობის ეს ბუნება მოცულია პიროვნების მიერ ეკუთვნის სუბიექტს რომელიც არის ასევე ადამიანი ანუ ჩემი ბუნება ეკუთვნის სუბიექტს რომელსაც ქვია თეოდორე და არის ადამიანი ნესტორი ამბობდა რომ იესო ქრისტე არის ადამიანი რომელიც ეკუთვნის სუბიექტს რომელიც არის ადამიანი და რომელსაც ქვია იესო აბა როგორ არის ღმერთის შვილი იესო ქრისტესა და ღმერთს შორის არსებობს ზნეობრივი კავშირი როგორც წინასწარმეტყველსა და ღმერთს შორის ანუ იმდენად ერთგულია იესო ადამიანი ღმერთისა რომ ის ღმერთი ადამიანებს შორის აღმატებული აღმოჩნდა ყველაზე და ღმერთის შვილია აი ესეთი იყო ნესტორის სწავლება ქრისტიანობა რა თქმა უნდა ეს უარყო იმიტომ რომ მაშინ ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი არ არის კავშირი ზნეობრივია უბრალოდ მეტი არაფერი და თან ეს ეწინააღმდეგება წმინდა წერილს სახარებას ეწინააღმდეგება სახარებაში სულ სხვა რაღაც სხვა სწავლებებია სადაც მინიშნება არის პირდაპირ რომ ესე არ არის ქრისტიანული სწავლება როგორია დიახაც ადამიანურად იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანია ხორცი და სული აქვს მას ჩვეულებრივად მაგრამ პიროვნულად ანუ სუბიექტი ვისაც ეკუთვნის იესო ქრისტეს ხორცი და სული სუბიექტი არის არა ადამიანი იესო არამედ მეორე წევრი ყოვლადწმინდა სამების პიროვნულად ზეღმერთი გესმით აი შეხო ხვდები და მე ხო ხვდები ანუ ჩვენ ხო ხვდებით რომ როგორი დაურღვეველი კავშირი არსებობს მე როგორც სუბიექტსა და ჩემს ბუნებას შორის შეხო ვერ წარმოგიდგენია შენი თავი შენი ხორცსა და შენი სულის გარეშე შეხო ხვდები რომ რა ძვირფასია შენთვის შენი ბუნება არა მარტო იმიტომ რომ სარკეში შეიხედავ და შენი თავი მოგწონს არამედ ეგ ახარ შენ სიცოცხლე რო გაქვს ნიშნავს იმას რომ შენ როგორც სუბიექტს გეკუთვნის შენი ბუნება და შენთვის ეს ძვირფასია შენ ამით არსებობ შენთვის დაურღვეველი კავშირი ხო ხვდები რომ ესეა
აი ესეთივე დაურღვეველი კავშირი გაჩნდა ძეღმერთს, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, ანუ მარადიულ სუბიექტს ძეღმერთს და ადამიანურ ბუნებას, იესოს ადამიანურ ბუნებას შორის აი ესეთივე დაურღვეველი კავშირი გაჩნდა, როგორც შენს პიროვნებასა და შენ ბუნებას შორის არსებობს. როგორც შენ ვერ წარმოიდგენ შენ თავს, შენ პიროვნებას, შენი ბუნების გარეშე, ისევე შეუძლებელი გახდა უკვე რაც განკაცება მოხდა ძეღმერთის წარმოდგენა მისი ადამიანური ბუნების გარეშეც. რა თქმა უნდა, ეს ღვთაებრივ ბუნებასაც ფლობს. ღმერთია, ღვთაებრივ ბუნებასაც ფლობს და ძეღმერთის ადამიანურ ბუნებასაც ფლობს. გესმით, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი ეს ნიშნავს, მაგრამ რადგან ამავე დროს, რადგან ძეღმერთის ადამიანური ბუნება, ანუ იესო ქრისტე, ზუსტად ჩვენნაირი ბუნებაა. აი როგორც შენ გაქვს ხორცი, თავისი ყველაფრით, ძვლებით, ნერვული სისტემით, ღვიძლით, თვალით, ყველაფრით, ზუსტად ესეთია ქრისტეს, როგორც შენ გაქვს სული. აი ზუსტად ისეთივეა ქრისტე, ზუსტად შენაირია, ზუსტად, აი როგორც თითოეული ჩვენთაგან ისეთია, ოღონდ ეს ბუნება არის კუთვნილება მარადიული სუბიექტისა, ძეღმერთისა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის დაურღვეველი კავშირი გაჩნდა სამყაროში. ეს არის იესო ქრისტეს მაგალითი. ანუ უკვე არსებობს პოტენციაში დაურღვეველი კავშირი ღმერთსა და ადამიანის შორის, რომელიც როგორც შენი სუბიექტი და ბუნება არ დაცალკევდება, ისე ის არ მოხდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი დოგმატი არის ის, რომ ეს კავშირი არის მარადიული თან ისა რომ არ გათქვეფილა, შეურევნელი, მაგრამ განუყოფელი კავშირი. აი ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სწავლება ქრისტიანობის. ეხლა აი ეს რაც ეხლა მე ვთქვი, ქრისტიანობის ესეთი აბსოლუტურად უნიკალური სწავლება, რომელიც არც ერთ რელიგიაში ყველგან უკეთეს შემთხვევაში არის ზნეობრივი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. მხოლოდ ქრისტიანობაში ესეთი უცნაური რამ, რასაც ეხლა მე გელაპარაკებით. ეხლა აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ გინა თუ არა ირწმუნე, რომ ეს ესეა. შენ გინა ირწმუნე, გინა ნუ ირწმუნე. მაგრამ მე გეუბნები, რომ ეს არის ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც შენ გთავაზობს აბსოლუტურ უნიკალურ კავშირს ღმერთსა და ადამიანს შორის, რომელიც მსგავსი სამყაროში არ არსებობს. შემდეგი თეზისი. ქრისტიანული რელიგიის ორი მნიშვნელოვანი სწავლება. უკვე ხო მივადექით ქრისტიანობას და მისი უნიკალურობა წარმოვაჩინეთ. ეხლა თან ეს რაც მე წარმოვაჩინე, ეს არის ჩვენი გონებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი რეალობა. ეხლა აი ეს რადგან ქრისტიანობას მივადექით და მისი აბსოლუტურად უნიკალური მხარე წარმოვაჩინეთ, ეხლა ვაგრძელებ. ქრისტიანობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სწავლებაა და მე აქედან ორი ამოვიღე, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება. პირველი, ეს ორი სწავლება. ერთი რაც გითხარით, ღმერთის განკაცება, ანუ ადამიანური ბუნების სუბიექტი, რომ ღმერთია, იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების სუბიექტი, რომ ღმერთია, ანუ ეს განუყოფელი კავშირი, ეს პირველი სწავლება და მეორე სწავლება ეკლესიის შესახებ. სადაც მე თავში გითხარით, რომ ქრისტიანი აღიარებს, რომ მას წამს, კი არ ხედავს, არამედ მას წამს ეკლესიის. ხედვა საკმარისი არ არის საკმარისი ქრისტე დაინახო, წეგან გახსოვთ რა გითხარით. აი მე რომ მეცხოვრა იმ დროს, დავინახე ქრისტე და რა საკმარისია? მე მივხვდი, რომ პიროვნულად ის ღმერთია, როგორ ხო ვერ მივხვდი. იუდა მასთან არ ცხოვრობდა, ვერ მივხვდა. ჯარისკაცები ცემდნენ, აფურთხებდნენ, ურტყავდნენ, დასინოდნენ, მოკლეს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ცოდნოდათ, რა თქმა უნდა, ამას ხო ვერ გაბედავდნენ. ეს სხვა საკითხია, რატო არ იცავს ქრისტე თავს, ეს სხვა თემა. მაგრამ ნახეთ, ესე ადვილი არ არის. აი მაგალითად შენ დავანებოთ ქრისტეს თავი. აი, შემომხედეთ. თქვენ ხედავთ ჩემში პიროვნებას, ვერ ხედავთ. პიროვნება არ არის პიროვნებას ცალკე შეიძლება ადამიანმა მიუძღვნას შეხვედრა, ეს არის აბსოლუტურად მეცნიერება ხომ ხანდახან წარეთ. როდესაც უყურებ ათეისტებს, როგორ გამოდიან ჭკვიან ათეისტებს. აქ ჭკვიან ათეისტებზეა საუბარი. როცა გამოდიან ისინი საჯარო ლექციებზე და საუბრობენ, ეს აპელირებენ და იყენებენ ამ ტერმინს პიროვნება, პიროვნულობა, ადამიანი, პიროვნული არსება. ძალიან კარგი.
მაგრამ ქრისტიანობასო დასცინი შენ დალოცვილო. შენ არიცი. როგორ შეიძლება არიცოდე, იმიტომ რომ შენ ხო ესეთ ინტელექტუალური ადამიანი ხარ და უაღრესად მე ვერ შეგედრები. ზღვა ცოდნას და ინფორმაციას ფლობ. და მაშინ ბოლომდე მართალი იყავი. სადღაც მაინც ახსენე, რომ როცა ჩვენ საუბრობთ აი ამ საოცარ მოცემულობაზე, როგორც არის პიროვნულობა ადამიანში, ეს არის ქრისტიანული დოქტრინის მიერ ნაჩუქარი ცოდნა. გესმით, ქრისტიანობა მოიტანა სამყაროში პიროვნულობის ცნება. თორე პიროვნულობა სანამ ქრისტიანობა იქნებოდა იყო პერსონა პროსოფონ, იცით რა პროსოფონ ბერძნულად პერსონა ლათინურად იცით რას ნიშნავდა? ნიღაბს, რომელსაც ადამიანი ატარებს, იკეთებს თქვა სპექტაკლის დროს. ანუ პიროვნულობა იყო ნიღაბი, რითაც მე შენ გეჩვენა, ღდულობა ჩემი ნიღაბი შეიძლება იყოს. კეთილად ვიქცევი და ჩემი ნიღაბი, იქ ვიღაცა შევაშინო, ესე ჩემი ნიღაბი იყოს. ეს ჩემი ნიღბებია, რომელსაც ჩემი ინდივიდუალობა ირგებს. და მე ამ ნიღაბს ხუთში ვაგდებ, აღარ მჭირდება. ანუ ეს ჩემი ბუნებისაგან ცალკე რაღაც არსებული ნიღაბი რას ნიშნავს? ჩემი არ არის, გადავაგდე. ცოტა ხანი მქონდა, გადავაგდე, აღარ მჭირდება. აი ეს იყო, ამას ნიშნავდა პერსონა და პროსოფონ. ანუ პიროვნება ამას ნიშნავდა. პიროვნება და ნიღაბი ეს იყო ერთ და იგივე სიტყვა. ქრისტიანობა მითხრა არა, ესე არ არის. და ანუ თავარი რა იყო ადამიანში? თავარი იყო ადამიანში ინდივიდუალიზმი. შენი თვისებების კრებული, რომელიც შენ გაქვს ასეთი, იმას აქვს ისეთი, იმას კიდე სულ სხვანაირი. რომელიც შენი ბუნების განუყოფელი ნაწილია. და შენ რომ მოკვდები, ეს ბუნება მიწაში რო შეერევა, დამთავრდება ყველაფერი. შენი ბუნების ნაწილია. ქრისტიანობა გეუბნება, პიროვნულობა შენი ბუნების ნაწილი არ არის. მაგრამ არც ნიღაბი არ არის. მას ვერ მოიცილებ. პირიქით ის შენში უპირატესია ვიდრე ბუნება და შენ ინდივიდუალიზმს ის მოიცავს თავის თავში. ეს სწავლება და ამიტომ პიროვნულობა დღეს ფილოსოფიაში იგივე, ხო? არის ყველაზე აღმაღლებული ღირებულება, როცა ადამიანზე ვსაუბრობთ. აღარავინ ამბობს, რომ ის ნიღაბია, რომელსაც მოიცილებ. პიროვნულობა გაცილებით მეტია ვიდრე ბუნება და პიროვნულობა რადგან მეტია ვიდრე ბუნება, ბუნება ჩანს და პიროვნება არ ჩანს. პიროვნების დეფინიცია ძნელია და აღმოჩენა ძნელია. ინახავთ ფილმი ამადეუსი. მოცარტი. გახსოვთ როგორ იწყება ეს ფილმი? იქ სალიერია ხო რო უკრავს ახალ მელოდიას და ეს ახალგაზრდა მოცარტი ვიღაც ქალთან ერთად რომ მაიმუნობს და მაიმუნს ეძახის კიდევაც სალიერი. ეს მაიმუნი როგორ უნდა მჯობდესო და კისკისით, სიცილით, ბარბაცით აი ესე ხტუნვით მორბის გზელ დერეფანში. და ყურში რომ ესმის იმის ისა რა ქვია. სალიერი რაღაცას უკრავს თავის მელოდიას, თავის კომპოზიციას. ხო და რა არის? მართლა მაიმუნობით იქცევა. და გახსოვთ მე რა ხდება, რომ შედის და ამ დიალოგში რომ დასინის ეს სალიერი შენცო რა დაკვრაიციო და შენს კომპოზიტორი ხარ, მე ფესრება და ესო ეტყვის რომ ისიც სიცილკისკისით რომ ხო მე ვიციო და აი მე ესეთი რამეო და მე ვიციო რაც თქვენ და საიდან იციო პირველად დაუკარო მეს მოდაო და ამას სიცილკისკისით ლაპარაკით მორბის დერეფანში და მე მეს მოდა რასაც უკრავდიო და აგეს მოდაო გაუწდა ეს აი როგორ არა ვიციო დაждდა და არათუ დაუკრა რაც ეს მოდა არამედ ჩაუსწორა უფრო გაუმშვენა ესე ხო ჯობია და საერთოდ ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს რომ თქვა მოცარტის პიროვნება გამოკრთებოდა მაშინ როცა ის თქვა თავის ნაწარმოებს შექმნიდა შემოქმედში გამოკრთება პიროვნულობა შემოქმედების დროს მოდი ესე ვთქვა ყველაზე მეტად მაშინ შემოქმედების დროს გამოკრთება პიროვნულობა ამიტომ პიროვნულობა ესე არ აჩანს ის ძალიან რთულად დასანახავია მოკლედ მე მის თქვა მინდა რომ ღმერთის განკაცება და ეკლესია ეს დოქტრინალური თვალსაზრისით ქრისტიანობა ნახეთ რას ამბობს ღმერთის განკაცება ეს რითაც ქრისტიანობა გახდა უნიკალური არის უნიკალური და ეკლესიის შესახებ სწავლება დოქტრინალური თვალსაზრისით განუყოფელია ერთმანეთისაგან ეკლესიის შესახებ სწავლება უშუალო კავშირშია და გამომდინარეობს ღვთის განკაცების შესახებ სწავლებიდან და ანუ ეკლესიის განმარტება თუ გინდათ ეს გამომდინარეობს ღმერთის განკაცებით ანუ ღმერთი რო გახდა ადამიანი აქედან გამომდინარეობს სწავლება ეკლესიის შესახებ და უფრო მეტიც ღმერთის განკაცების შესახებ სწავლება
ეკლესიური მოძღვრების გარეშე, ანუ სწავლება ეკლესიის შესახებ, აზრს მოკლებულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, მაგრამ ამ საუბარს, ამ დოქტრინალურად, რომ ეს არის, ხო, მთავარი ქრისტიანობაში. თუ იქვე არ არის დოქტრინა, სწავლება ეკლესიის შესახებ, ეს განკაცების ეს საოცარი თეორია აზრს მოკლებული ხდება, იმიტომ რომ მას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ ის საოცრება, რაც მოხდა სამყაროში, რომ ღმერთი იღებს თავის თავში ადამიანურ ბუნებას, თუ ეკლესიის შესახებ მოძღვრება არ გვეცოდინება და თუ ეკლესიის შესახებ მოძღვრებას არ ჩავწვდებით, ის ყველაზე მთავარი ჩვენთვის ლამაზი თეორია იქნება მეტი არაფერი. რას ნიშნავს და ეხლა რატომ არის ესე ამას ავხსნი. მერვე თეზისი სულ 12-ია და ამიტომ მალე დავასრულებ. რას ნიშნავს ხო დაიღალეთ ხო? ცოტა დარჩა. რას ნიშნავს ღვთის განკაცება? აი მე ეხლა ესეთ რამე ვთქვი. ღვთის განკაცება ერთ მხარეს და მეორე მხარეს ეკლესია. მე ვთქვი რომ ესენი განუყოფელი ერთმანეთისაგან. და თუ ეკლესიას უარყოფ, ეს თავარი ქრისტიანობისა, ჩემთვის აზრს კარგავს. რატო ადამიანი იტყვის? დი ბატონო მივიღე ის რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად. ეს ეკლესია არ მინდა კაცო, ეს ოხროხინები და ეს ენუქები და ვიღაცები რო არიან შიგნით. და თეოდორეები ისე შიგნით. ნუ გასაგებია ხა. ეს ახლა ჩვენ საუბრობთ სადავართ ეცაში ვარ და თეოდორეზიის და რაღაცებს ლაპარაკობს. მაგრამ რა ვქნა და ვიღაცა ხოლმე ლაპარაკობს. ხო, ნუ ეხლა ნახეთ, ეხლა ეს როგორ არის, როგორ კავშირშია. მე კითხვა მიჩნდება მაშინ. რას ნიშნავს ღმერთის განკაცება? მე დაახლოებით ხო გითხრათ, რასაც ნიშნავს პრინციპში. და რა არის ეკლესია? როგორც რატო გამომდინარეობს ეკლესიის შესახებ სწავლება განკაცების შესახებ სწავლებიდან? რატო გამომდინარეობს? ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, აი მე საკითხს ესე დავაყენებ. ღმერთი რომ ადამიანად არ მოსულიყო, ეკლესია არ იარსებებდა. თუ შენ ეკლესიაზე გაქვს წარმოდგენა ისეთი, რომ ეს არის ადამიანური ორგანიზაცია, იმწავსე მიპროტესტებ შენი შინაგანი სამყარო. რაზაბობ მამაო? ღმერთი სანამ ადამიანად მოვიდოდა, ძველ აღთქმაში, შენ ხო განათლებული ხარ და ხომ ეტყვი ამას. მე გეტყვი რომ არსებობდა ძველი აღთქმის ეკლესია, ო? არსებობდა? მე გეტყვი არსებობდა. არანაირი განკაცება არ წამთ მუსულმანებს, მაგრამ შენიერი ეკლესია აქვთ. იმ გაგებით რომ ტაძრებიც აქვთ, თავიანთი მოლები ყავთ, ნუ შენ ღვთელს ეძახი მოლას, მაგრამ ამიშველობა კი იერარქია აქვთ და ასე შემდეგ. რიტუალური მხარე აქვთ, რელიგიური ცხოვრება აქვთ, ეხლა წირვა აქვს, იმას რაღაცა სხვა რაღაცა აქვს და ასე, მაგრამ ხო აქვს? ხომ აქვს? აქვს. რა შუაშია ღმერთის განკაცება მეტო? რატომ მეუნები იმას, რომ ღმერთის განკაცება რო არ ყოფილიყო, ეკლესია არ იქნებოდა? იმიტომ გეუბნებით, რომ ეკლესია არც ისლამური ორგანიზაციაა, არც იუდაური ორგანიზაციაა და არც ძველი აღთქმის ეკლესია არ არის. ეკლესია თვისობრივად სხვა რამეა, სხვა რამეა. გამახსენდა, შეიძლება ანეკდოტი მოგიყვეთ. ეს ეთქო სიბერეში რო შევდივარ, თქო ბავშვობის ანეკდოტები მახსენდება, მე მგონი ბერდები ჩემი საქმე ცუდად არის. მეგრელი წავიდა, ადრე რუსული ჯარი იყო და წავიდა რაკეტულ სხვადასხვა ჯარის შენერთები აქვს და არსებობს და საბჭოთა კავშირის დროს ეს ყველა ქართველი მიდიოდა რომელიმე შენაერთში. და გქონოდა და გვესწავლა ეს ყველაფერი, ჩვენ იქ ზარმაცობდით, არ ვსწავლობდით და ვიკვეხნით, რომ ჩვენ იქ ვიზარმაცი არაფერი გავაკეთე და არაფერი არ ვიცოდით მე. ნეტა გვესწავლა და ასე იყო სარაკეტო ჯარები. და ეს წავიდა სარაკეტო ჯარებში ეს მეგრელი. ხო და ხო ჩამოვიდა და ნუ ხა ეკითხებიან კაცო, ნუ სარაკეტო ჯარები ეს ხო არ არის რაღაც საოცრებაა და ხო და რაკეტა გინახავსო, როგორ არ მინახავს რაკეტა ეს ეუბნება, მინახავს და როგორია რაკეტა და ახლა ახსენი მიდიაო სადაც მარტო თხა გინახია იქა და რაღაცა ყველის ამოყვანა, აბა ახსენი რაკეტად, როგორი ვარსკაცი ხარ. მაშინ მანქანაც არ იყო წესერად, ხო რაღაც 1-2 ვერ ხსნის რაკეტას. ფიქრობს და მე ამბობს, ლიმონი გინახავს ლიმონი? კი, სულ არ გავს ლიმონს. ესმით, ანუ
ანალოგია ვერ მოძებნა რა, რაკეტა და ნუ აი ლიმონი ხო არ არის, ლიმონი არ არის. ანალოგიას ვერ პოულობ. როდესაც უნდათ რომ ეკლესია შეადარონ ისლამურ საზოგადო ორგანიზაციებს, იუდაურ ძველი აღთქმის ეკლესიას, აი რატომ მოვიყვანეს ანეკდოტა, როგორც ლიმონი და რაკეტა არ გავს ერთმანეთს, ისი არ გავს ერთმანეთს, თქვათ, ისლამური ორგანიზაციები და იუდაური და ძველი აღთქმის ეკლესია, ქრისტიანული ეკლესია, სხვადასხვა რამეა. და ის რომ ფორმა აქვს ორივეს. ეხლა თუ მოინდომებ ცოტა ლიმონსაც მიამსგავსებ რაკეტას. ყოველ შემთხვევაში იქ მაშინ როცა ის უკან ზონდის სახით ბრუნდება. ხო გინახიათ? ხო გავს ლიმონს? ბგვალია, პატარა, ხო გავს ლიმონს? არ გავს? გავს ლიმონს, ცოტა დიდია. ცოტა შავია. ხუთლად შეგიძლია შეღებო. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ აი მას მიწაზე შედარებისათვის სხვა დეფინიცია, აი ვერაფერს ვერ ნახავ, რომ თქვა, რომ აი ეს არის, ესეთი რამეა ეკლესია. გესმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, შეგიძლია თქვა, რომ მაიც არებს ლაპარაკობ, კი, მაგრამ მე გეუბნებით არა იმას, რაც მე დამესიზმრა გუშინ საღამოს, არამედ რასაც ქრისტიანობა ასწავლებს, ჩვენ ახლა იმიტომ ვართ, რომ ქრისტიანობა ასწავლის ესე. მე თქვა, მივიღებ თუ არ მივიღებ, ეს ჩვენი საქმეა, მაგრამ ქრისტიანობა ასწავლის ესე და ამგვარად. ეკლესია რატომ არის განსხვავებული რეალობა, რომელიცაც დედამიწაზე ანალოგი არ აქვს სხვა ორგანიზაციებთან და რატომ არის გამომდინარე განკაცებიდან. ეკლესიას აქვს ორი ასპექტი. ეს არის ქრისტოლოგიური და პნევმატოლოგიური ასპექტი. გაგიგიათ? წარმოიდგინეთ, ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობ, ვეკითხები ან ვიღაცაზე, კი როგორ არა შევდივარ სანთელს ვანთებ, ვაი. სანთელს ანთებს, ან ახსარებას ამბობს, ან ეზიარება, მაგრამ ეკლესიის ქრისტოლოგიური და პნევმატოლოგიური ასპექტი, ეგ თეოლოგების საქმე, არ არის თეოლოგების საქმე. არ არის თეოლოგების საქმე. ეს ჩემი და შენი საქმეა, იმიტომ რომ ეს თუ არ იცი, ეს დაახლოებით იმას გავს ოთო, რამდენ ხანში ერთხელ მიწევს ხოლმე შემოსვლა აქ ამ სასწავლებელში? ნუ დაუსწრებელის ვარიანტი მაქვს, ხო? დიპლომი მომეცით რა, სეუსი. და არ მაძლევენ ეს ოხრები დიპლომს კაცო. ხო დავდივარ. და არ მეკუთვნის დიპლომი, თან ახე არა თუ იქ ვზივარ, არამედ აქ ვზივარ და სეუს დიპლომი არ მეკუთვნის. ეხლა მე რო გავაპროტესტო, სეუს დიპლომი მომეცითოთ, მომცემენ და არ მომცემენ. რატო? იმიტომ რომ არ მეკუთვნის, იმიტომ რომ მე რო მოვდივარ აქ. მე რო აქ ვზივარ, თან აქ ვზივარ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე რო ეკლესიაში შედიხარ, მე რო სანთელს ანთებ, მე რო შენ ცოდვებს ლაპარაკობ იქ და მე რო ბაგებს ხსნი და სიწმინდას მე რა ეს არაფერს ნიშნავს. შენ თუ არ იცი, სადახარ და რა ხდება. რა არის ქრისტოლოგიური ასპექტი ეკლესიის? ქრისტოლოგიური ასპექტი არის ის, მოკლედ რო გითხრათ, რომ ეკლესია არის ღმერთი ხო განკაცდა, ღმერთმა ხო ადამიანური ბუნება მიიღო. ქრისტოლოგიური ასპექტია ის, რომ ეკლესია არის ღმერთის ადამიანური ბუნების ორგანული ნაწილი. ორგანული ნაწილია. გესმით? აი ეს თითი არის თეოდორეს ადამიანური ბუნების ორგანული ნაწილი. ხო ესეა? რითი მიხვდები ამას? იგივე გენეტიკა, აი მაგალითად დნმ, ყველაფერი, ახლა მაგალითად ეს თითი რო, აი კანის პატარა ნაწილი, ფჩხილის პატარა რაღაცა რო აიღო და წაიღო სადღაც. იქ იმათ შეუძლია დაადასტურონ მეცნიერებმა, რომ ეს არის ჩემი ნაწილია. რატო? იმიტომ რომ ჩემი ორგანული ნაწილია ეს. ახალი სწავლება, რასაც მე თქვენ გაწვევ, ახალი სწავლება კი რა, თქვა ახლა შემდეგი ნაბიჯი ეს არის. ეკლესია არის ქრისტე ძეღმერთის განკაცებული, ანუ ადამიანური ბუნების ორგანული ნაწილი. კითხვა გჭდება, რა თქმა უნდა, როგორ, მაგრამ მე გეუბნებით ჯერ რა არის, დოქტრინა ესეთია. ეკლესია არის არა ოხროხინე, არა ენუქი, ან თეოდორე. ძალიან არ მინდა ახლა ვიყო ის პერსონაჟები რო არიან, მაგრამ არის არა ეს, არამედ ძეღმერთის, განკაცებული ღმერთის ორგანული ნაწილი. ესათი ეს სწავლება. ეხლა ვიღაცამ არ თქვას, რომ იცი, ეგა შენერი ოხროხინების მოგონილია, არ არის ჩემნერი ოხროხინების მოგონილია.
არ არის და ამას გაჩვენებთ. უბრალოდ მაგალითების მინდა წერილიდან და ქრისტეს თორე მე რა უნდა გაჩვენო. ეხლა რაც შეეხება პნევმატოლოგიურ ასპექტს. ანუ რას ნიშნავს ადამიანი როცა არის ეკლესიის ცოცხალი წევრი შენ თუ აღიარებ შენ თავს ეკლესიის ცოცხალ წევრად იცოდე რომ შენ ქრისტეს ორგანული ნაწილი ხარ. ამიტომ მოდი ესე ვთქვა თუ ვინმე ოხროხინია და აი ჩემნერით კიდე თეოდორია ვაი ჩვენ მაშინ. იმიტომ რომ აი პავლე მოციქულსა აქვს სიტყვები რომ მრუშებს მიმართავს. როგორ შენ ქრისტეს ანუ ეკლესიის წევრს რომელიც სასიკვდილედ ცოდავს სიძვის ცოდვით. შენ ქრისტეს ნაწილი ხარ და ქრისტეს ნაწილი ხარ შენ. პავლე გეუბნება ეს ხორცი და სული შენ არ გეკუთვნის ეს ქრისტესია. მან თავის სისხლით გამოგისყიდა და შენ ახლა გინდა რომ ეს ქრისტეს ნაწილი აიღო და მეძავის ნაწილად გახადო? კითხვას გისვავს. მეძავის ნაწილად გახადო? და პეტრე ამბობს რომ ეს დროსო ჯობდაო საერთოდ ჭეშმარიტება არ შეგეცნო, იმიტომ რომ თუ შენ ხდები ქრისტეს ნაწილი და მერე კვლავ ძველ ცხოვრებას უბრუნდები, გავხარო ძაღლს, რომელიც თავის უკაცრავად ნარწყევს მიუბრუნდებაო და დაბანილ ღორს, რომელიც კვლავ წუმპეში გაგორდება და საშინელებაო პასუხისგებლობა. აქედან გამომდინარე. გესმით? შენ როდესაც თვლი რომ შენ ქრისტიანი ხარ და ეკლესიის ნაწილი, შენ ხარ ქრისტეს ნაწილი ხარ. ეხლა როგორ და რანაირად ეგ სხვა თემაა, მაგრამ ეს არის და ეს არ არის ზნეობრივი კავშირი. უბრალოდ ორგანული ნაწილი ხარ განკაცებული ღმერთისა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე ხდება მე გასაგები რომ პავლე მოციქული როცა ამბობს რომ შენი სხეული არის არა საპყრობილე სულისა, არა ინსტრუმენტი შენი ვნებების დასაკმაყოფილება და ცოდვის ჩასადერად, რითაც ჩვენ სამწუხაროდ ვცხოვრობთ, მათ შორის ოხროხინეები და თეოდორეები. არამედ უნდა იყოს ტაძარი. ტაძარი ხო გესმით? ტაძარი არის სიწმინდე. ტაძარი ღმერთისა. ტაძარი უნდა იყოს. მესია. ეს არის, ანუ ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა ჩვენი და კიდევ ვიმეორებ, მე თუ ამას არ ვაკეთებ, ეს ჩემი პრობლემაა და არა ეკლესიის. ეკლესიის პრობლემა ეს არ არის. რაღაცა დოზი მისიონერული თვალსაზრისით არის, იმიტომ რომ მე ახლა აქ მოვსულიყავ და აქ ცეკვა დამეწყო. რა სიტყვი მომავალ, ჩვენ რო ცეკვა დაგვეწყო, ახლა გესხო დაბყოლდებოდა ეს ხალხი. აშკარად. მაგრამ ხო და მიმხვდარიყავი რომ თეოდორე გაგიჟდა და საბაც მიყვა თან და რა შუაში აქვს ეკლესია, ეს ჩვენ გავგიჟდით. ეს ვიდა აი ადამიანს არ ყოფნის სიბრძნე თუ სხვა მიზეზია, როცა მე ვგიჟდები შენ ხელს იშვენ ეკლესიისაკენ როგორც განკაცებული ღმერთის ნაწილისკენ და ვერ ხვდები რომ ეს ჩემი ბრალია. მაგალითად შენ როცა ექიმთან მიხვალ და ოპერაციას ცუდად გაგიკეთებს, ჯვარი წერია, შენ დავიჯერო რომ მედიცინისაკენ იშვერ ხელს. შენ ხო ამბობ რომ ეს ექიმმა დიპლომი ვერ მოგცა კაცო. შენ ხო გაბრაზდები? შენ ვიყოფილი ხარ კაცო. და შენ ხო არ მოგივა თავში აზრად რომ გამოხვიდე და დაგმო მედიცინა. არ მოგივა. ან სამედიცინო განათლება, რომელიც აუცილებელია, კარგია, მაგრამ ეს ვინ არის? ხო? აი ესე. ეხლა რაც შეეხება პნევმატოლოგიურ ასპექტს, ღმერთი არის სამება, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ქრისტიანობა იძლევა, ეკლესია იძლევა საშუალებას, რომ ღმერთს მამა უთხრა და მამა უთხრა არა როგორც ქმნილება, მაგალითად თევზი არის თუ არა ღმერთის შვილი, რატომაც არა, ღვთის ქმნილებაა. ნებისმიერი ვირიც კი მაგალითად ღმერთის ქმნილებაა და გარკვეულად ღმერთი მამაა ყველაფრის. ფსალმუნებში არის ხო, რომ ღმერთი როგორც ზდის ყველაფერს, მათ შორის ვეფხვებს, ლომებს, ყველაფერს. ადამიანი, რომელიც მამას უწოდებს ღმერთს, ეს აი მამაო ჩვენოში ეს არის განსხვავებული. ანუ შენ ღმერთს მამას უწოდებ არა როგორც ქმნილება, არამედ როგორც შვილი. როგორც ნამდვილი შვილი. და ამის შესაძლებლობას გაძლევს ეკლესია, იმიტომ რომ ეკლესიაში შენ ხდები ვისი ორგანული ნაწილი? ქრისტეს ორგანული ნაწილი. ხოლო ქრისტე ნამდვილი შვილია მამისა, ძეა. გესმით? შენ და ძესთან ერთად შენ უკვე ნამდვილი შვილი ხდები და ძის ძმა და მეგობარი და თანამემკვიდრე ხდები. ეს არის ეს ყველაფერი ეკლესიის განმარტებებია. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ თანამემკვიდრე ვართ და ჩვენ ძმები ვართ ქრისტესი. იმიტომ რომ ჩვენ მისი ორგანული ნაწილი გავხდით. რაც შეეხება
მესამე, ანუ ჩვენ მამა ღმერთის შვილები ხდებით, იმიტომ რომ ეკლესიის გარეთ ღმერთის შვილობა არ არსებობს. არსებობს ღმერთის შვილობა პოტენციური, ნებისმიერი ადამიანი ღმერთის შვილია პოტენციურად და როგორც ქმნილება, მაგრამ აი ნამდვილი ორგანული შვილი, როგორც ორგანული ნაწილი რო ხდები ქრისტესი, მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი მამის შვილი გახდე და ეს ცარიელი სიტყვები კი არ არის, ძმებოდადებო. ეს სხვა ურთიერთობებს გვთავაზობს ღმერთსა და ადამიანს შორის და ეს ურთიერთობა თუ გაცოცხლდა და ამისთვის არის მოწოდებული ქრისტიანული რელიგია, თუ გაცოცხლდა, ეს თეორია თუ პრაქტიკაში გადაიზარდა, ხო გესმით, ადამიანი რა ბედნიერი შეიძლება იყოს. როდესაც შენ დადიხარ ორი ფეხით დედამიწაზე და შენ შვილი ხარ ღმერთისა. ნუ ოღონ ამისათვის ძალიან უნდა გავდე ქრისტეს. მისი ორგანული ნაწილი უნდა იყო არა მარტო შენი სოფხედელობით, არამედ რეალურად ორგანული ნაწილი უნდა გახდე. ეს არის. და პნევმატოლოგიური ასპექტი გითხარით. პნევმა ეს სულია. სული წმინდა. მესამე წევრი არის სული წმინდა. სული წმინდა ღმერთი. მხოლოდ ეკლესიაში არის როგორც სული წმინდა ღმერთი, როგორც ღმერთი ყველგან არის. ის როგორც მამა ყველგან არის, ძე ღმერთი ყველგან არის. ღმერთი ყოვლადწმინდა სამება ყველგან ყოფი ღმერთია. მაგრამ სული წმინდა ღმერთი როგორც მასწავლებელი, მოძღვარი, თუ როგორ გავხდეთ ქრისტეს ორგანული ნაწილი და პლუს როგორ ჩვენი ცხოვრების წესით როგორ მივემსგავსოთ მას, რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის, როგორ გავიზარდოთ სული წმინდა ღმერთი როგორც მოძღვარი და მასწავლებელი მხოლოდ ეკლესიაში, აი ამ კუთხით დავანებული. როგორც მოძღვარი და მასწავლებელი, როგორ გავხდეთ ქრისტეს ორგანული ნაწილი და როგორ მივემსგავსოთ, როგორ მივბაძოთ, როგორ გავხდეთ მისნაირები. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც მხოლოდ ეკლესიაშია. ეს ეკლესიის დაარსებაში კარგად ჩანს. ეკლესია დაარსდა როდის? არა მაშინ, როცა ღმერთი განკაცდა. ჯერ ეკლესია დაარსებული არ იყო. არამედ როდესაც ამაღლების მერე სული წმინდა ღმერთი გარდა მოვიდა მოციქულებზე. იმ დღიდან არსებობს ეკლესია და იმ დღიდან ხდება ეკლესია ორგანული ნაწილი, ესე იგი ორგანული ნაწილი განკაცებული ღმერთისა. და ყველა ადამიანს, რომელიც ეკლესიის წიაღში შედის, მას ეძლევა საშუალება გახდეს ორგანული ნაწილი ღმერთისა და სული წმინდა ღმერთი იყოს მისი მასწავლებელი და პედაგოგი და მიმხვანებელი მასწავლებელი იმ გზაზე, რასაც ქრისტესადმი ორგანული კავშირი და მისი იმ გზაზე დგომა ქვია, რითაც ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით, მისნაირები ვხდებით. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, არსებობს უმაღლესი ონტოლოგიური და ზნეობრივი ღირებულებანი. აი მაგალითად, ესეთი ღირებულებებია, რითაც ადამიანი არ ზნეობრივია და არც ადამიანი ონტოლოგიური რატო? არა უბრალოდ უზნეოა, ადამიანიც აღარ არის. აი მაგალითად, ადამიანი რომელსაც თქვათ არ აქვს ისეთი ღირებულება, როგორიც არის სიმდაბლე მაგალითად. ეხლა ეს იმ წამს მივხვდები, როდესაც სამსახურში მიხვალ და ყველაზე მუდამ დაგიწევს ყურებას. შენ რას გევხარ? ანუ აღმოაჩენ, რომ სიმდაბლე კარგია და ამპარტავნება, როცა შენ გეხება, ძალიან ცუდია. შენ კი ვერ გძნობ შენ ამპარტავნებას, მაგრამ შენ რო გექცევენ ამპარტავება ძალიან არ მოგწონს. სიყვარული, თავისუფლება, მარადისობა, შემოქმედებითობის უნარი. უამრავი, თვითონ ადამიანი არის ადამიანი, ხო? ეს არის ძალიან განვითარების შესაძლებლობა და ასე შემდეგ. თუ ეს არა აქვს ადამიანი არ არის. მორჩილება ხო არ გიყვარს ხომ, საზღარი რამეა მორჩილება, ხო, მაგრამ აი შვილო გეყოლება და 3 წლის ბავშვს რო ასწავლი, რომ დედიკო მოდი შვილო, აი ეს რაღაც ეს ნეობრივ რაღაცებს და უცებ შემოგიბრუნდება და ასე აგიქნევს ხელს და რაღაც. მაგრამ მივხვდები, რომ თურმე მორჩილება კარგი რამეა, როცა საკუთარ ტყავზე გამოსი საკუთარი შვილის ურჩობას. როცა შენ მისთვის თავისუფლების წართმევა კი არ გინდა. მისთვის ღირებულების გადაცემა რო გინდა, რომ ადამიანი გახდეს. ეკლესიის გარეთ და ეკლესიის შიგნით ეს ღირებულებები განსხვავებულია. ეკლესიის გარეთ ეს ღირებულებები, მე გულისხმობ, როცა ადამიანი მართლა ცდილობს, რომ იყოს ღირსეულიც, თავისუფალიც, სიყვარულიც შეეძლოს, ურთიერთობაში სიმდაბლეც ქონდეს, შემოქმედიც იყოს, მარადიული სიცოცხლისკენაც იყურებოდეს და ასე შემდეგ, თავის აცინჩავს მარადიული სიცოცხლისგან ყურება. თავის თავში პირუტყვს ებუწვის. ხო, ანუ ცდილობს იცხოვროს როგორც ნეობრივმა არსება და როგორც ცხოველმა, ხო?
ეკლესიის გარეთ ეს ყველაფერი ღირებულებები ატარებს ასკეტურ ხასიათს. ასკეტური ხასიათი რას ნიშნავს? ადამიანი თავის ნებისყოფის ძალით ებრძვის საკუთარ თავში ცხოველს, დემონს. არ შეგიმჩნევია დემონური მიდრეკილებები საკუთარ თავში? არა? კაია, ყველა ანგელოზები ხარ. არის, როგორც გაჩნდებაში უნტრისას, ის რო განახორციელო, ისეთი აზრი მოვა და ისეთი გულის თქვა, ნუ სუფთა რქები ღარქიანი ეშმაკი იქნება. ცხოველური მიდრეკი, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენში არის და ჩვენ ასეთები არა ვართ, მანიაკალური მიდრეკილებები და ასე შემდეგ. არა ვარ უზნეო მიდრეკილებები, არა ვართ ესეთები, ყოველ შემთხვევაში არდან ახლა რაღაც ნორმალურ ადამიანებს გავართ, იმიტომ რომ ჩვენი ვარჯიშით, ეს ასკეზა არის ვარჯიში, შესაძლებლობებით ამას ყველაფერს მუხრუც აღვირსვდებთ. ვმართავთ მეტნაკლებად საკუთარ თავს. და რაც უფრო ადამიანი ნებისყოფიანია, რაც უფრო კარგი აღზრდა აქვს მიღებული, რაც უფრო მტკიცია მასში ეს ზნეობრივი ღირებულებები, უფრო ადამიანს გავს, ხო სწორია. და ისე ზოგი შემთხვევა ისეთია, ზოგი ადამიანი ისეთია, რომ როცა არავინ ხედავს, მაშინაც ზნეობრივია. და ზოგი როცა არავინ არ ხედავს, აიშვებს ხო. ნუ ადამიანი ესეა, სამწუხაროდ, ხო? ჩვენ მე ჩემ თავზე ვამბობ ამას. თქვენ ანგელოზები ხართ. მაგრამ ეს არის სხვა რამე, აი ეკლესიაში, აი სიმდაბლე მაგალითად, სიყვარული მაგალითად, ხო? სიცოცხლე, შემოქმედებითობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ასკეტური თვალსაზრისით კი არ არის მნიშვნელოვანი ეკლესიაში. არამედ იმით, რომ ის ქრისტოცენტრული ხდება და ქრისტიანული, მაგრამ სიმდაბლე არის ქრისტიანული. მოთმინება, ასევე ღირებულება, ხო, აბა მოთმინება რო არ აქონდეს, პირველსავე შემთხვევაში თავში ჩაარტყავ რაღაცას, როცა ისე შემოხედავს და ვერ მოითმენ. ოჯახები დაინგრევა ზუსტად ქორწინებიდან ერთ კვირაში ყველა ოჯახი დაინგრევა. როდესაც ჩვენი ეგოიზმი ფრთებს უშვებს ხოლმე. ხო? და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ადამიანი ნებისყოფის ძალით ცდილობს აკეთებს ამ ყველაფერს, ეს ცუდი კი არ არის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ამ დროს არ ხდება ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაცია. როცა შენი სიმდაბლე, შენი სიყვარული, შენი სწრაფვა სიცოცხლისკენ და ასე შემდეგ, ეს არის ქრისტესმიერი, ქრისტოცენტრული. ეს რას ნიშნავს, იცით? შენს ღირებულებით საქმიან მისწრაფებებში, რასაც სიკეთე ქვია, სათნოება ქვია, მარტო კი არა ხარ. შენ და ქრისტე ერთად მოქმედებს. შენ და ღმერთი მოქმედებთ ერთად. და შენ ნებისყოფის ძალით კი არ იკავე ადამიანმა გაგაბრაზა და გინდა რომ თავყა დაამტრია, მაგრამ იცი რომ არ შეიძლება ეს და ნუ ანცოლმა გაგაბრაზა და მორჩა ოჯახი დავანგრია წავედი. არა. ითმენ, კარგია. მაგრამ ესე კი არ ითმენ, არამედ ამბობ. როგორც ქრისტე როგორ მოიქცეოდა. ქრისტე მოითმენდა და იმიტომ არ ქრისტეს უყვარს. აი ეს ადამიანი უყვარს. თავისი მკვლელები უყვარს. ხოსმის სიყვარულით აკეთებს ამას. და როგორც ქრისტე მოიქცეოდა, ზუსტად ისე მოიქცევი, როგორც ქრისტე შეხედავდა, ისე შეხედავ. ქრისტეს თვალებით უყურებს სამყაროს. ანუ ეს არის ეკლესიაში რადგან ქრისტეს ორგანული ნაწილი ხდები, შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი ესეთი გახდეს შენთვის. ანუ ქრისტოცენტრული და არა უბრალოდ ასკეტური. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ლიტურგიკული მსახურება. უფალი ამბობს, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეეკრებება, მე იქა ვარო და პირდაპირ გაგებით მე იქ ვარ გეუბნები, მე თქვენთანა ვარ, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეეკრებებით და არსებობს ეს არის ლიტურგიკული კავშირი, როცა ერთად ჩვენ ვეძებთ ღმერთს ლოცვით. მაგრამ ამ ლიტურგიკული მსახურების ყველაზე ამაღლებული ადგილი და ნაწილი არის ევქარისტიული მსახურება. ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერებითი მსახურება, როდესაც პური და ღვინო გარდაისახება ხორცსა და სისხლად, ანუ ეს არის საიდუმლო, აი ნახეთ როგორ არის ქრისტიანობაში მარტო დოქტრინა მოეტანა. ესეთ რამე სხვა არ იტყოდა, რომ თუ არ მოინათლებით წყლით და სულით ვერ შეხვართ სასუფეველში. დოქტრინა მივიღეთ, აი წყლის გადასხმა რაღაც საჭიროა. თუ ქრისტიანობა მარტო დოქტრინა მოიტანა, რატო გააკეთა ეს რომ აიღო პური და ღვინო და აკურთხა განსაკუთრებული კურთხევი და თქვა ეს ჩემი ხორცი და სისხლი ამ კურთხევის მერე. ხათო როგორ გახდა პური და ღვინო ქრისტეს ხორცი და სისხლი, საინტერესო. აი მე მაქვს საჭმელი, პური და ღვინო. ეს ადამიანური საჭმელია, ხო ხდებით ახლა თევზით შეიძლებოდა იქ და ვაშლით შეიძლებოდა დაედო, მაგრამ და წყალიც.
რატომ მაინდა-მაინც პური და ღვინო? იმიტომ რომ პური და ღვინო არის საჭმელი, რომელსაც მხოლოდ ადამიანი აკეთებს. ცხოველი ვერცხლს გააკეთებს და ვერც ღვინოს. თორე წყალი და ვაშლი და თევზია ცხოველსაც აქვს. ეს არის საკუთრივ ადამიანური კულტურის ნაყოფი. და არაც ცხოველის. ამიტომ აიღო პური და ღვინო, თორე სხვა რამე შეიძლება იყო, პრინციპში პურში და ღვინოში კი არ არის საქმე. ადამიანური როა იმიტომ. მე რო პური და ღვინოს შევჭამ, პურს შევჭამ და ღვინოს დავლე. გახდება თუ არა ეს პური და ეს ღვინო ჩემი ხორცის ნაწილი? ხო, არა? როგორ არა? გახდება. იმიტომ რომ მე რო შევჭამე, წავიდა სისხლში და გახდა ჩემი ხორცის ნაწილი. ანუ ნებისმიერი საჭმელი, რომელსაც მე ვჭამ, ჩემი ხორცის ნაწილი ხდება, ხო სწორია? ეს პური და ეს ღვინო, რომელიც ქრისტეს აქვს, წინ დადებული, რო შეეჭამა, გახდებოდა მისი ადამიანური ბუნების ნაწილი, ხო სწორია? სხვანაირად როგორ გახდებოდა? ვერა. მაგრამ ქრისტე რითი განსხვავდება ჩვენგან? რომ ის ყოვლის შემძლე ღმერთია, სწორია, ხო? მე რომ მომინდომოდა ეს პური და ეს ღვინო, ჩემი სისხლი და ხორცი ისე გავხადო, რომ არ შევჭამო, შეუძლებელია. ხო სწორია? მაგრამ რადგან ქრისტე ღმერთია სუბიექტურად, როგორც სუბიექტი, ანუ მისი პიროვნება, ხო, რაზეც ვილაპარაკეთ. რადგან ღმერთი ყოვლის შემძლეა, როგორც ღმერთი. ამიტომ მან შეჭმის გარეშე, ჭამის გარეშე, მიღების გარეშე შეძლო, რომ ეს პური და ღვინო გამختارიყო მისი ხორცი და სისხლი. გასაგებია ლოგიკა. და ამიტომ ამბობს, რომ აკურთხა, ამბობს ეს ამ კურთხევის მერე ეს პური და ღვინო ჩემი ხორცი და სისხლია. მიღების გარეშე. ამიტომ აღარ შეჭამა ეს. და კი არ შეჭამა უკვე როგორც თავის ხორცი და სისხლი. ნივთიერება ის პური და ღვინო რჩება, ნივთიერება. მაგრამ არსით როგორც ყოვლის შემძლე ღმერთის შემოქმედებითი აქტის საშუალებით ის გახდა პური და ღვინო, პური და ხორცი და სისხლი და თქვა, ჭამეთ და დალიეთ. ჭამეთ და დალიეთ და თუ შენ შეჭამე ქრისტეს ხორცი და სისხლი, შენ ხდები ქრისტეს ნაწილი. უფალი ამბობს პირდაპირ, თუ არ შეჭამთ ჩემს ხორცს და თუ არ შეჭამთ დალებთ ჩემს სისხლს, თქვენ ჩემთან მარადიული სიცოცხლე არ გექნებათ. ესმით? აი ეს გააკეთა საიდუმლო სერობაზე უფალმა და თქვა, ჩემს მოსახსენებლად, სანამე დავბრუნდები. ეს გააკეთეთ. და დღეს წირვას თუ ესწრები ადამიანი, აღმოაჩენ რომ თუ მღვდელი ისე წირავს, რომ ყველაფერი გასაგებია, რასაც ის საკურთხეველში აკეთებს და იდეაში ესე უნდა იყოს, მათ შორის სულ ამბობთ, რომ საიდუმლო ლოცვები ხმამაღლა უნდა იკითხებოდეს, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც მღვდელი ამბობს, ჩუმად უნდა ხმამაღლა თქვას, რომ შენ გაიგო და გახდი ამ ყველაფრის თანამონაწილე, იქ აღმოაჩენ, რომ აი ამ მოსახსენებლად, ჩემს მოსახსენებლად ეს ყველაფერი გააკეთეთო, აკეთებ, ესე იგი იხსენებ ამ ყველაფერს, როგორ გააკეთა ეს ქრისტე? ყველაფერს იხსენებ, ამბობ მე რომ მიიღე და ჭამეთ ეს ქრისტეს სიტყვებსაც იმეორებ, ესე აიღო ღამეო იმ ღამეს, როცა იგი უნდა გაეცათ, როცა მიეცემოდა, იმ ღამესო აიღო პური, კანტეხა და თქვა მიიღე და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, მე აიღო ღვინო და თქვა რომ ეს არის სისხლი და შემდეგ ამ ყველაფერს რომ ვიხსენებთ, მე ვეუბნებით რომ აკურთხე უფალოს ყველაფერი, როგორც მაშინ აკურთხე. და ქრისტიანობა გვეუბნება რომ საიდუმლო სერობა, რომელიც უფალმა იქ აღასრულა, მარადიული აქტი აღასრულა. არა დროში, მხოლოდ, არამედ მარადიული აქტი აღასრულა. ეხლა ამას არ უღრმავდებით, ჩანს კონტექსტში, რომ ეს მარადიული აქტია და არა დროში აღსრულებული. ეს კიდე სხვა თემა, ყველაფერს ჩავუღმავდეთ, აქედან აღარ წავალთ. და ჩვენ ვაკეთებთ ამას, მე ვთხოვ და უფალი აკურთხებს წირვისას და ხდება პური და ღვინო, ხდება ხორცი და სისხლი. და ჩვენ ვეზიარებით და ჩვენ ხდებით ორგანული ნაწილი ხდებით ქრისტესი. ეკლესია არის იქ, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ რა ხორცსა და სისხლს ქრისტესი, ხდებიან ორგანული ნაწილი ქრისტეს ადამიანური ბუნებისა, ღმერთისა. ამიტომ ევქარისტია, ანუ ევქარისტიული ერთობა, ანუ წირვა, მოკლედ ეს როგორც უფრო გავრცელებულია, წირვა და ეკლესია არის ერთ და იგივე. ამავე დროს წირვა და ეკლესია და ქრისტეს ადამიანური ბუნება არის ერთ და იგივე. მე რომელიც ვეზიარები, ზიარება რატო ქვია? ზიარება ხო შერევნას ნიშნავს. მე რომელიც ვიღებ ქრისტეს ხორცს და სისხლს და ქრისტე არის ერთ და იგივე, მე ქრისტეს სხეულის გაგრძელება ვხდები. აი ამის საშუალებას მაძლევს ეკლესია. ეს არის სწავლება ქრისტიანული. სხვა საკითხია, ადამიანი ზოგი ამას არ იღებს და ამბობს მაიცად, ზოგი ადამიანი თითქოს იღებს, მაგრამ არ იღებს, ანუ მოდის, იღებს
ნუ დაუყური მარგალიტსო ძაღლსა და ღორსო. ძაღლი და ღორი ძალიან ხშირად ეკლესიაში სახარების სიტყვები იყო. ასე გითხარით, ქრისტეს სიტყვებია ეს. ეს არის სიმბოლო ურწმუნო ადამიანის. ადამიანი შეიძლება იყოს ეკლესიის ნომინალური წევრი, იღებდეს თავის წიაღში ამ ხორცსა და სისხლს, მაგრამ რჩებოდეს ურწმუნო. ურწმუნო რჩებოდეს. ეს როგორ არის შესაძლებელი კიდე სხვა თემაა. ნუ ეს კლასიკური მაგალითია იუდას. იუდა არის ტიპიური მაგალითი იმ ქრისტიანისა, რომელიც არის ნომინალურად ეკლესიის წევრი, აღსარებელი, მაზიარებელი, ყველაფრით, მაგრამ ურწმუნო. და მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ საკუთარ თავში ხშირად მინახავს მე იუდა. როცა მე არათუ აღსარებელი, მაზიარებელი თავად ღვდელი ვარ და ძალიან ხშირად იუდას მდგომარეობაში აღმოჩნდა. იუდა რამე ესეთი ბოროტმოქმედი კი არ არის. მას სინდისი აწუხებს, გახსოვთ, იგი საბოლოო ჯამში თავს იკლავს, ეს რა გავაკეთე. ანუ იუდას პრობლემა ის კი არ არის, ის დაძირალა კი არ არის როგორც ასეთი. იმას თავის мотивациაც ჰქონდა, რატო გააკეთა, მაგრამ ეს мотивация, ეს ყველაფერი რაც მას დაემართა, თვითკვლეობის ჩათვლით, ეს იყო ნიშანი არ ამისა, რომ ის უბრალოდ ნაძირალა. ის 3 წელიწად ნახევარი ქადაგებს ადამიანები ქრისტესთან მიყავს, სასწაულებსაც ახდენს იუდა. ნაძირალა კი არ არის, ურწმუნოა, აი სული ქრისტიანული თვალსაზრისით ურწმუნო კაცია და ექსტრემალურ სიტუაციაში ვერ გაუძლო იმის გეგმები და ქრისტეს გეგმები სხვადასხვა აღმოჩნდა და ვერ აიტანა ეს. გამიგეთ? ამიტომ ჩვენ თუ ეკლესიაში ვარ და არა გვაქვს ქრისტესთან თანხვედრი გეგმები. ჩვენი გეგმები და ქრისტეს გეგმები თუ განყოფილი ერთმანეთისაგან, ჩვენ შეიძლება იუდას მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. იუდაც ეზიარა სხვათა შორის, მინდა გითხრათ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო თეზისი, მე-12. ეს რა სიმბოლურია 12 რო გამოვიდა, არ მინდოდა. მე არ მინდოდა ამ თემას არ შევხებოდი ორი სიტყვით, ეს არის თავისუფლების თემა. იმიტომ რომ დღეს როგორც კი ეკლესიას ახსენებ, იმ წამსვე ადამიანს აქვს ესეთი ცრუ განცდა, რომელიც მომდინარეობს არა რეალური ნამდვილი ცოდნიდან, არამედ მითოლოგიიდან. რომ თითქოს ადამიანს ეკლესიური ცხოვრება ართმევს თავისუფლებას. მაგრამ მოდი ახლა ესე ვთქვა. ადამიანი, რომელიც სამყაროშია, ხო სამყაროში ხო ვარ, შეზღუდულია თუ არა ჩვენი თავისუფლება სამყაროში. არ არის შეზღუდული. ახლა მაგალითად არ გცხელავთ თქვენ, არ ახართ შეზღუდულების სიცხით. ადამიანი შეზღუდულია. ახლა ნახეთ, ადამიანი თუ არის ბუნება მხოლოდ და თუნდაც არ იყოს მხოლოდ ბუნება, მაგრამ ადამიანი ბუნება ხო არის? ხო გაქვთ ხორცი? ხო გაქვთ ეს ბუნება, ხო გაქვთ? გინა სულიც, ხო გაქვთ შემოსაზღვრული. ადამიანური ბუნება ხომ არის ნაწილი სამყაროსი? ხო? არ ახართ ნაწილი სამყაროსი. რადგან სამყარო როგორ არსებობს? სამყარო არსებობს თავისუფლებით თუ დეტერმინირებულია. დეტერმინირებული არის მიზეზშედეგობრივი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც კანონების არსებობა, რაღაცა სინამდვილის არსებობას უზრუნველყოფს გარკვეული კანონებით. სამყარო არსებობს როგორც სინამდვილე, მაგრამ ეს არსებობა უზრუნველყოფილია კანონებით, ხო სწორია? ეს არის დეტერმინირებული სამყაროს დეტერმინირებულობა სამყაროსი. ანუ აქედან გამომდინარეობს ეს, აქედან ეს და ასე შემდეგ. ხო? ადამიანი როგორც ნაწილი ამ სამყაროსი ისის დეტერმინირებულია. ანუ შენ გემოზე, ხო? აი დღეს კი ცდილობს ადამიანი მაგალითად ადამიანი კაცია, გამიგეთ, ბიოლოგიურად. ანუ მე ვარ ქალი იტყვის. ნუ კარგი, ბიოლოგია იყავი, მაგრამ ან ქალი იტყვის, მე ვარ კაცი. და უბედურება ისაა, რომ ბავშვებს აუნებიან, რომ გინა კაცი იყავი, გინა ქალი იყავი. ანუ ადამიანი ასე გათავხედდა, რომ კაცია აშკარად, რომ გააშიშლო კაცია და ქალი ვარო იწახის. ხო და ნუ ქალი კიდე კაცი ვარო იწახის. ხო გესმით? ადამიანი ამ დონეზეც კი ილაშქრებს იმ რეალობიდან, რასაც სინამდვილიდან, რასაც ჩვენ გვაძლევს ღმერთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი დეტერმინირებულია. რაც არ უნდა იძახოს კაცმა, ქალი ვარო, მაინც კაცია დამერწმუნეთ რა. არ არსებობს რომ ის ქალი იყოს შეუძლებელი. ისე როგორც მაგალითად ადამიანმა რომ მოინდომოს რომ ადამიანი არ იყოს, ესეც შეუძლებელია. თუმცა რაც არ უნდა ღორივით იცხოვრო, მაინც ადამიანი ხარ. აი ეგ არის. აი ადამიანი როგორ შეიძლება იყოს თავისუფალი თუ ის დეტერმინირებულია.
სიბერეს ვერ გაექცევი. იმ დროს შენ რო დაიბადე ამ დროს 21 საუკუნეში კითხავენ მე. გესმის იმდენი რამეა პირობითობები, რომელსაც შენი თავისუფალი არჩევანით ვერაფერს ვერ შეცვლიდი, ვერ შეცვლი, ვერც ახლა ვერაფერს ვერ იზავ, გამორიცხულია. აუცილებლად ბოლოს გარდაიცვლები. აუცილებლად გარდაიცვლები. ანუ შენი მე არის რაც არ მოინდომო რომ შენ ახლა იყო თქვა ან კარუზო ან მიქელანჯელო არ გამოგივა თუ ეს ნიჭი არ გაქვს. არაფერი არ გამოვა აქედან. გესმის ყველაფერში შეზღუდული ხარ. ადამიანი არის დეტერმინირებული ყველაფერში. ამიტომ თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს უხერხულია ხო სწორი. მაგრამ ადამიანური ბუნება კი არ არის მარტო შეზღუდული. არამედ ხო ვთქვით რომ პიროვნება ჰიპოსტასი, ანუ პროსოფონ ან პერსონა არის ის რაც მოიცავს ჩემს ბუნებას და რომელიც ბუნებაზე მეტია, მაგრამ ადამიანური ჰიპოსტასიც, ანუ პიროვნებაც შემოსაზღვრულია. აი ადამიანი თქვის, კი გასაგებია რომ ეს, მაგრამ მე ზნეობრივად ხომ მაინც ვარ თავისუფალი. ადამიანი შემოსაზღვრულია ამასოფლის კანონებით. ამასოფლს თავის კანონები აქვს. და ეს კანონები ძალიან კარგად არის გადმოცემული წმინდა წერილში რამდენიმე ადგილას. დაწყებული ადამ და ევას შეცოდებიდან 60-ში, ქრისტეს გამოცდა უდაბნოში და შემდეგ იონე მახარებლის გამარტება. ეს იონე მახარებელი ესე გამართავს, რა კანონები დომინირებს სამყაროში. ეს არის გულისთქმაი თვალთაი, ანუ მომხოჭველობა. იგივე ვერცხლის მოყვარეობა ნიშნავს არა ვერცხლის სიყვარულს, არამედ მომხოჭველობა, ძალაუფლებისა და ფუფუნებისაკენ, სიმდიდრისაკენ და ძალაუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვა, რომელიც როცა ვერაფერი ვერ გაძღობს. ეს არის მომხოჭველობა, ეს არის გულისთქმაი თვალთაი, გულისთქმაი ხორცთაი, როცა ცხოვრების მიზნად იხდის სიამოვნებას ნებისმიერს, ჯანმრთელს თუ არაჯანმრთელს, ნორმალურს თუ გაუკუღმართებულს, სიამოვნებისაკენ სწრაფვა დაუოკებელი და მესამე სიამაყე ამასოფლის. როცა ადამიანი პატივმოყვარეობით ცხოვრობს და სულ ერთი სულიაკ ტაში უკრა და სულ აბა და ადიდონ და აი ეს სამი კანონი, რომლითაც არსებობს ეს სამყარო და ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკა, როცა ადამიანი ებრძვის თავის ცოდებსა და აღმოაჩენს რომ ვერ აღმოაჩენს, იმიტომ ვერ ერევა რომ აი ამ სამი კანონით არსებობს თითოეული ადამიანი, ეს ჩვენში საოცრად ზღუდავს ჩვენს თავპიროვნულ თავისუფლებას და პიროვნულ არჩევანის უნარზე ზნეობრივ თავისუფლებას. ზღუდავს, აი ესე გვახჩობს. გესმით? რა შეასახა? აი ეს არის. ამიტომ ადამიანი ერთის მხრივ ჩვენ გვესმის რომ თავისუფლება, ჩვენ თავისუფლება. რეალურად თავისუფალი ადამიანი არ არის. არც ბუნებითაც, არც პიროვნულადაც. მაგრამ ეკლესია ადამიანურ პიროვნებას ანიჭებს თავისუფლებას. იმიტომ რომ როცა შენ მოგინდება სწორი ნაბიჯი გადადგა და ამასოფლის კანონი ხელში გვწვდება, აღმოჩნდება რომ შენ რო ქრისტეს სხეულის გაგრძელება გახდი და შენში რომ შენი მოძღვარი, შენი მასწავლებელი რო ხდება სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ასე კიდებს ხელს და შენთან ერთად ქრისტესაკენ სავალ გზაზე გაყენებს, აღმოჩნდება რომ ეს ამასოფლის კანონი ვეღარ აღჩობს შენს პიროვნულ თავისუფლებას და ვეღარ გერევა და შენი პიროვნება ნელ-ნელა თავისუფლდება. შენ რო იტყვი რომ მე მინდა რომ აი ეს სათნოება გავაკეთო და ეს საცდურები რომ მოდის ამ სულიდან ვეღარ მაცდუნებს, იმიტომ რომ მე ქრისტეს ნაწილი ვხდები და სულიწმინდა ღმერთი მეხმარება, სადაც მე ჩავიმუხლე იქ წამომაშ რეალურად ცოცხალი ღმერთი მეხმარება. ამიტომ პიროვნულად ვხდები თავისუფალი და ჩემი ბუნება, რომელიც დეტერმინირებული ასევე სამყაროში და მიზეს შედეგობრივ ჯაჭვშია ჩაკირო როგორც ამასოფლის ნაწილი, ხდება რა ქრისტეს სხეულის გაგრძელება, იგი იწყებს განღმრთობისაკენ, ანუ გაღმერთებისაკენ სწრაფვას. და იდეაში ქრისტიანობა მეუნება, რომ ეკლესიაში რომ ხარ, შენი ბუნების განხთობა იწყება, რომელიც მარადისობაში გამოავლენს და გამოიღებს თავის ნაყოფს. ამიტომ ნამდვილ თავისუფლებას ადამიანი, ანუ პიროვნულ თავისუფლებას, როცა შენ სულიწმინდა ღმერთი გეხმარება რომ ამასოფლის აი ამ სამი კანონისაგან განთავისუფლდე და ნამდვილი ღირებულებითი არჩევანის შემთხვევაში ეს რეალობაში მოიყვანო ეს შენი არჩევანი და შენი ბუნება გამოგლიჯვა
ამ სამყაროს მიზეზშედეგობრივ კავშირს, იმიტომ რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი ხდები და უნდა განიღმრთო როგორც იესო ქრისტეს ადამიანური ბუნება განიღმრთო მას შემდეგ რაც ის ძეღმერთმა მოიცვა და ჩვენც მოგვიცავს ძეღმერთი სპიროვნება ქრისტეს ადამიანურ ბუნებასთან ერთად, ჩვენი ბუნება თავისუფლდება ამ დეტერმინირებული სამყაროს სახრალი ხელისაგან, რომელიც ყველაფერს ანადგურებს თავის თავში. ამიტომ ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება, როგორც პიროვნული, ისე ბუნებითი, მხოლოდ ეკლესიის სიახშეა შესაძლებელი, იმიტომ რომ ეკლესიაში ჩვენ ხვდებით განკაცებული ღმერთის ნაწილნი და ჩვენი გვერდზე მდგომი ჩვენი მასწავლებელი და სიკეთისაკენ მიმყვანებელი არის სულიწმიდა ღმერთი. აი ეს არის და ხვდებით ნამდვილი შვილები მამა ღმერთისა და მთელი ეს სამყარო შეგვიძლია გავწიოთ თავისი დეტერმინირებული მიზეზშედეგობრივი კანონებით და პირდაპირ ღმერთთან გქონდეს ურთიერთობა. აი ეს არის არსი ეკლესიისა და რომელიც იღებს აი ასეთ ამგვარ ნაყოფებს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მთელი არსებით, მთელი სიღრმისეულად, როგორც ინტელექტუალურად, ისე გულისმიერად, ისე თავისი ნებელობით მიისწრაფიან ამ ყველაფრის გაგებისა და შესაბამისი ცხოვრებისაკენ. მე დავამთავრე.